მე ვარ დავით ფრიცხალავა, ძალიან მიხარია რომ მოხვედით დღეს აქ. ძალიან ცოტა ხანი ჩემ გზაზე მოვყვები, რატო გადავწყვიტე საერთოდ რომ მაქვს რაღაცა იმის მარაგი რომ გავაზიარო ეს ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანებისთვის. მე თუ რამე კითხვები გექნებათ ამაზეც ვისაუბროთ და უბრალოდ შეგვიძლია რომ რაღაცა დიალოგი შედგეს ჩვენ შორის. 2009 წელს მოვხვდი სრულიად შემთხვევით ერთი შეხედვით თეატრალურის მაგისტრატურაზე კოტე-ჯანდიერის ჯგუფში და მანამდე აი რაღაცა თინეიჯერობის ასაკში ერთი დიდი პრობლემა მქონდა რომ მოვლენებს ვერ ვაკავშირებდი ერთმანეთთან. ნუ ერთი ის რომ ეხლა რაღაცა ვთქვათ ღამე რო უძინარი ხარ მეორე დღეს რომ რაღაცა ვერ ხარ მოწოდების სიმაღლეზე ეგეთი კი, მაგრამ დროში განგზობითი მოვლენები რომ აი ეს ამან ეს შედეგი გამოიღო, აი ამისი ძალიან მიჭირდა. და ცხოვრებაში, არა ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, რაღაცა ისეთი მოვლენები ხდებოდა, რომ მართლა გულწრფელად მიამიტურად, ნაივურად სვავდი კითხვას, რატომ ემართება ეს, აი რა ხდება რა. და აი ამ დრამატურგიის პრინციპებთან ზიარებამ, ასე ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრება მოატრიალა წაღმა. იმიტომ რომ მართლა ნათლად დავინახე მიზეშედეგობრივი ეს ჯაჭვი და ყველაზე დიდი რაც გააკეთა ამ პროფესიამ ჩემთვის არის ის რომ ეხლა მე ვარ პერსონაჟი რა. ეს ყველაფერი, ოღონდ კარგი გაგებით რომ ფილმი არის და არა სიყალბის იმითი კუთხით და რაღაც ფარსით თქვა და იმის თამაშით. ხო, პერსონაჟი ვარ, რომელიც კონკრეტული მისიით გაჩნდა, მისია არ მოგეჩვენოთ, რომ ძალიან დიდი გაბერილი და ისეთი პრეტენზიული სიტყვა არის რა. რომელსაც თავის დანიშნულება აქვს და თავისი მიზანი აქვს, მიზანი რა არის? შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მიღწევა იმ დონემდე, რომ ყველაფერი შენ თავს პირველ რიგში იმ სიხარულს და ბედნიერებას მიაგნო, შენ ადგილზე დადგე, აი როგორც ჭადრაკის დაფაზე თუ ფიგურა თავის ადგილზე არ დგას, თავის უჯრაში არ დგას, ის ვერ მოქმედებს, ხო? ესე მგონია რომ ადამიანს რაღაც ზუსტად ეგრე არის, რომ რაღაც ჩემს კვადრატზე დავდგე, ასე ვთქვათ, და ამით მე გავიხარო, შესაბამისად ჩემს გარშემო გავახარო ხალხი და საერთო ამ რაღაცა წინსვლასაც რაღაცნაირად ჩემი წვლილი შევიტანე. ამ პროფესიის მერე, იყო ის, რომ რამდენჯერმე დავწერე სცენარი მეგობრებისთვის, ზოგი იყო შეკვეთა და ერთი პრობლემა გაჩნდა, ის თანამოაზრის პრობლემა გაჩნდა, იმიტომ რომ მე რაღაცას რო ვაკეთებდი, ისე არ ხდებოდა იმის რეალიზება და გამოსახულებაში გადატანა, როგორც ვთქვათ, მე მქონდა ჩაფიქრებული. და ერთხელაც ესეთი ცოტა თავხედური გადაწყვეტილება მივიღე, რომ მეთქი სხვისთვის აღარ წერ, მე რასაც დავწერ, მე თვითონ გადავიღე. და პირველი შემთხვევა იყო ეგ 2015 წელს, როცა ეს მამა გადავიღე, რომელსაც 1-2 წელი ვამუშავებდი ამ სცენარს. და ხო, იმის მერე, ასე ვთქვათ, შემიძლია ვთქვა, რომ სცენარისტი ვარ და თვითონ ასწავლი რეჟისორი. და აი სცენარის პრინციპების ცოდნა მაძლევს საშუალებას, რომ რეჟისურაში რაღაცა გადასაღებ მოედანზე რო გავდივარ, პროგრამა მინიმუმი ვიცოდე, რას ვაკეთებ. დროთა განმავლობაში, აი მაგალითად, ჩემი სწავლის პერიოდში იყო, კოტე-ჯანდიერიც თვითონ არის, მოგესწრებათ, მწერალი არის და დრამატურგი. რა შეიძლება მაგისი ფილმი რო გავისვერო. ცხელძაღლი მისია და ნუგზარ შატაიძის კი. ხო, ერთი ეგ რა, ყველამ რაც ვიცის და ყველას რაც მოგწონს. რაღაცა ისეთი მეტრი რო არის რა, ქართული სერიალის იმ მაგაზე უკეთეს მე მგონი ჯერ არ გაკეთებულა. და კოტე ხელმძღვანელობდა არის ეგეთი რუსი დრამატურგი და რეჟისორი ალექსანდრ მიტა. რომლის ვიდეოებიც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში, უბრალოდ რუსულენოვანი არის. ძალიან საინტერესო კაცია, საინტერესო ხსნის ამ პრინციპებს. იყო ეგ
სცენარისტი არის და რეჟისორი, კი. და თავისი ისა კურსი აქვს ჩვეულებრივ სახელმძღვანელო და პატარ-პატარა ვიდეოები აქვს ჩაწერილი, მაგალითად ერთ-ერთი ვიდეო ხსნის თვითონ სტრუქტურას რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანები ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებით, გარეგნულად თუნდაც, ხო, მაგრამ ჩვენი შინაგანი ძვალკუნთოვანი სისტემა ყველასე არის ერთი. საყრდენ მამოძრავებელი, ხო? და აი სცენარის სქემას, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს შემოქმნეს ცოტა პროტესტი აქვს იმასთან, რომ რაში მჭირდება სქემა, ხელოვნება ისედაც თავისუფლებასთან არის ასოცირებული და ნუ მე როგორც მინდა ისე გავაკეთებ, მაგრამ აქ ერთი ის მომენტია, რომ შენ მარტო შენთვის არ აკეთებ, შენ თუ ფილმს იღებ, ან თქვა თუნდაც რაღაცას აქვეყნებ, ის უკვე ხდება საზოგადო, ხო? და უნდა გაითვალისწინო ის, რომ როგორ მიაწოდო ამ ხალხს. დრამატურგიას აქ რამდენიმე შრე. ერთი თქვათ სიტყვაზე, რომ თავარგმნის აქ რაღაცა ურთაბრძოლა რაღაცასთან, სისტემასთან, ბორო ძალასთან და ასე შემდეგ. კი, ეს გარეგნულად რაც ჩანს. მაგრამ იქ მერე შრეები არის, სადაც ისეთი პუნქტები არის მოცემული, რომელზეც აი ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ყველა მიდის თავის შეცნობისკენ. და ეს გზა ზუსტად იმიტომ იქნა ეხლა გავლილი, რომ სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. სხვა შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო გაცნობიერება უბრალოდ, მაგრამ გაცნობიერება და ესე ცხოვრება, ამ სტილის ცხოვრება კიდე სხვადასხვა რამეა, ორივე სხვადასხვა ხარისხის ძალისხმევას მოითხოვს. არისტოტელესთან არის ეგეთი კონცეფცია, ნუ სამაქტიანი რო არის ეს ტრაგედია, რომ აქვს დასაწყისი, განვითარება, დასასრული. აქაც შეფარდებული არის, თქვათ, განვითარება ყველაზე დიდი მოცულობით არის ყველაზე დიდი. დაახლოებით 3/4-ს წარმოადგენს მთელი ამბის. შესავალი, რასაც ჩვენ, თქვათ, ექსპოზიციას ვეძახით ხოლმე, რომ ვიცნობთ თავარგმნის როგორი არის ყოველდღიურ ყოფაში. და ფინალი, როცა აი ამ მთელ პერიპეტიებს გაივლის ეს ჩვენი გმირი და ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, რომ როგორიც იწყებს ეს ჩვენი მთავარი გმირი, ისეთივე არ უნდა იყოს. წინასწარ შემთხვევაში ამ გზას არანაირი აზრი არ ქონია. ტრანსფორმაცია უნდა გაიაროს. მერე დროთა განმავლობაში მე მქონდა შეხება და მაქვს კიდე დღემდე შეხება ქრისტიანულ სარწმუნოებასთან და ნუ იმდენი პარალელი არსებობს, აი თუნდაც იგავებით, თუნდაც მცნებებით, რომელიც არის ქრისტეს მიერ გაჟღერებული, რომ ნუ აი ძალიან ახლოს არის, პრინციპები არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან. და აი დაახლოებით 1 წელი არის ჩემო მეგობარმა, რომელმაც გაიარა ტრენინგი ჩეხებთან, ფსიქიატრიაში დაემატა ესეთი რგოლი თანასწორ მხარდამჭერი. და შეიძლება გსმენიათ, ვინც არ იცით ამას განმარტავრო, თანასწორ მხარდამჭერი ან თანასწორთა მხარდამჭერი, ორივენაირად შეიძლება რომ ითქვას. Peer supporter ესე ქვია ინგლისურად, არის ადამიანი, რომელსაც თავად აქვს გამოცდილება გარკვეული ფსიქიკური პრობლემების, დღესდღეობით არის კარგად, ხო, აღდგენაშია, ასე ვთქვათ, და აქვს გარკვეული გამოცდილება დაგროვებული, რომელიც შეუძლია რომ გაუზიაროს ბენეფიციარს, რომელიც დღეს იმ მდგომარეობაშია, რომელშიც შეიძლება ეს ჩვენი თანასწორ მხარდამჭერი 1 წლის და 2 წლის უკან იყო. რეალურად ხდება ეს ადამიანი არის მედიატორი, ვთქვათ, პროფესიონალებს და ბენეფიციარებს შორის. იმიტომ რომ მე რო გავიარე ეს კურსი, მე ბოლოს იყო პრაქტიკული სამუშაოები, ესე სახლებში მისვლა, ასერტულ ჯგუფში, სახლებში მისვლა და სხვადასხვა მიზეზების გამო მქონდათ ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, დეპრესია, ფსიქოზი და ასე შემდეგ. თვითონ ამ ასერტულს რო გითხრათ ორი სიტყვით, ამ მობილური ჯგუფების ყველაზე მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანს როცა გამწვავება აქვს, თავიდან აირიდონ სტაციონირება და თუ არის შესაძლებელი სახლშივე მოხდეს მისი აი ამ რაღაც მწვავე ფაზის ჩაქრობა რა, რაღაცნაირად გაძლება. და აი ამ სწავლების პროცესშიც ჩანაწერებიც მაგ გაკეთებული, რომ აი
თვალებს ვერ უჯერებდი და ყურებს ვერ უჯერებდი, რამდენი კავშირი არის დრამატურგიას, თქვათ ქრისტიანობას და აი ამ თანასწორ მხარდამჭერობის ფუნდამენტს შორის რა. და აი ეს თანასწორ მხარდამჭერი ჩემთვის არის დრამატურგი ხელოვნებაში, ან თუნდაც რეჟისორი. შუამავალი მაყურებელს და აი ხელოვნებას, როგორც სულიერი საზრდოს შორის. რომელსაც აი მაგალითად ამ თანასწორ მხარდამჭერს აი არის რამდენიმე პუნქტი, არის ერთი გამოცდილება, ადამიანს აქვს რაღაცა გამოცდილება. ჩვენ ყველას რაღაცა გამოცდილება გვაქვს. იმიტომ რომ ყველას რაღაცა ჩვენი ცხოვრება გვაქვს გავლილი, თავისი სირთულეებით, ტანჯვებით, სიხარულით და აი ამ პერიპეტიებით. მეორე ფაზა არის ამ გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა. და ეგრო ჩავშალოთ უფრო, ალბათ არის ის, რომ გამოცდილებამ შეიძლება ყოველთვის ცოდნა არ მოგვცეს, გამოცდილებამ შეიძლება დამღა დაგვასვას. რომელიც არის გაკერპებული შეხედულება, რომ აი რახან მე ესე გამოვცადე, ეს ესეა და მორჩა იმის იქით მე სხვა აზრს არ ვიღებ. ცოდნა უფრო არის, რომ აქედან რა მივიღე სარგებელი, რამაც მე უფრო გამაძლიერა. და შემდეგი ფაზა, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, თქოთ ამ კურსისთვის, არის გამოცდილებითი ცოდნის გაზიარების ექსპერტს ეძახიან იქ. გაზიარების ცოდნა, როგორ გავაზიარო ეს? როგორ გავაზიარო ეს, რომ მე ჩემი გამოცდილება, რომელიც და ის ცოდნა, რომელიც მივიღე, რომ ხედავ, რომ ადამიანი იგივე მდგომარეობაშია და თქვათ არის ასოწარკვეთაში, როგორ ვაჩვენო ეს ყველაფერი, რომ ის ბოლო პუნქტი, ის ბოლო სადგური არ არის, სადაც თვითონ არის ეხლა გაჩხერილი. ამას სჭირდება ძალიან დიდი აკურატულობა და აი თვითონ სიტყვის ეტიმოლოგიაში, დასახელების ეტიმოლოგიაში თანასწორ მხარდამჭერი, მე მგონია, რომ ხელოვანსაც ძალიან უხდება ეს სტატუსი, ასე ვთქვათ, რომ მე რახან თქვათ რაღაცას გთავაზობ და რაღაც ფილმს გაჩვენებ, თუნდაც რაღაც არ ვიცი 1 მილიონი ბიუჯეტით და მაგარი დრამატურგი და მე შენზე მეტი არაფრით არ ვარ მაყურებელო და აი ისეთ რაღაცას გიყვები, რაც მე გამომიცდია, აქედან რაღაცა ისეთი ცოდნა გამომიღია სასარგებლო, რომელიც აი მინდა რომ გაგიზიარო შენ. იმიტომ რომ დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სხვადასხვანაირი. აი ალბათ ბევრს ქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაცა თქვათ მეგობართან ან ნებისმიერ ადამიანთან რაღაცა კამათიან, ჩხუბიან, უსიამოვნობა მოგვსულიათ, მე დაშლილ ხართ. სახში გიფირქირე, რომ შენი ბრალია და აი ხვალ რო შევხვდები ბოდის მოუხციან. რაღაცა ესე ცივ გონებაზე უკვე ხო ხდება ხოლმე, რომ საკუთარ თავთან დაფიქრება, ჩაღრმავება. აი მეორე დღეს რომ ისულ ხარ და აი გინდა რომ ბოდიში მოვხადო, მაგრამ ისეთი კედელი დახვედრია იქ, რომ ან ისეთი რაღაცა უთქვამს, რომ გადაგიდე ეს ბოდიში და კიდე რაღაცა აგრესიას ამოსულა რა. ამიტომ აი წარმოიდგინეთ, რომ მაყურებელს თუ ბენეფიციარს, მე აი მაყურებელი და ბენეფიციარი ამ შემთხვევაში ტოლობის ნიშანი დავსვი, ოღონდ მაყურებლის და ცუდად არ გამიგოთ. ჩვენ გონია, რომ ყველა ბენეფიციარები ვართ რაღაცა საკითხებში რა. ვიღაცას ერთმანეთის დახმარება გვჭირდება, ვიღაცას განგების და ციური ძალების დახმარება, ასე შემდეგ. და ადამიანს აი აქ ამ თანასწორ მხარდამჭერის გამოცდილებით ცოდნის გაზიარების ხელოვნება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად გავიგე, რომ თურმე არსებობს ღია და დახურული კითხვები. ღია კითხვა არის, რომელიც არ მოითხოვს კის და არას. დახურული არის, რომელიც მოითხოვს კის და არას, თქვათ. და მაგალითად თუ მიდიხარ ბენეფიციართან და ეკითხები, გეუბნება, რომ აი დღეს კბილები არ გამომიხეხავს, რატო არ გამოგიხეხავს, რომ ეკითხები, ამას შეიძლება დათრგუნოს, იმიტომ რომ ეგრევე მიდის სინდისის აი ამაზე კენჯნაზე აპელირება. ამიტომ აი მგონია, რომ თვითონ აი ეს კომუნიკაციის ენა, რასაც დრამატურგია თავის თავში მოიცავს, როგორ ველაპარაკო, ან ჩემი რაღაცა ისეთი, აი მაგალითად რაღაცა ისეთი განსასწრებიდან გამოსავალი, რომელთაც ყოველ შემთხვევაში ერთ ადამიანზე იმუშავა და ნამდვილია, გამოცდილია რა და ეს სინამდვილე დეტალებში ჩანს. აი მე რო ბენეფიციარებთან მივდიოდი, რაღაცა თქვა ნარკოტიკების, კლუბური ნარკოტიკების გამოცდილება მეც მაქვს.
და რომ მელაპარაკებოდა რომ აი რაღაცაზე ისეთ დეტალებზე ჩავდიოდით რომ ნუ ცოტა გაოცებული იყო რა რომ აი როგორ მოიხმარე და აი ამის მერე ესე ხო არ ყოფილა აი დეტალებში ჩანს ეს სინამდვილე რა რასაც თქვა სიმართლეს ვეძახით და დეტალები ადამიანს არ ამგონია რომ კონდეს აი ამ ცოდნის მარაგში თუ არ აქვს თვითონ გამოცდილი ოღონდ აი ეს გამოცდილება თავიდან თქვა მეც ეგრე მქონდა რომ აი რომ ვისწავლე ეს პრინციპი აი ხა რაღაცა ისეთი უნდა მოვიფიქრო რომ აი შევძრავ მთელ მსოფლიოს ამოვაყირავებ და რაღაც შედევრს დავდე და შეიძლება ისეთი მარტივი რაღაცა იყოს შეიძლება იყოს აი მეზობელზე რომელიც სულ ხმაურობს და როგორ უძლებ ამას რა რო არ ბოროტდები აი ეს არის გამოცდილება რომელიც მე არ მაქვს მაგრამ ვიღაცას აქვს შეიძლება ამისგან ისეთი მაგარი ფილმი გამოვიდეს გესმით ანუ აი ის რაც ნამდვილად იცი ის რაც შენზე არ მოქმედებს ანუ აი რაღაცა შენ შინაგან წონასწორობას არ გაკარგვინებს და მაინც ინარჩუნებს იმ სახელს რომ გამარჯობა უთხრა ყოველ დილას თქვათ ან რაღაცა გულში არ დაწყეულო და არ აგინო და ბოროტება არ უსურო და ასე შემდეგ ეს გამოცდილებაა ერთი შეხედვით უნიშნავ რომ ნუ ეგრე არის მაგრამ აი ესეთი პატარ-პატარა დეტალებით აი ამ მოცემულობაზე შეიძლება ისეთი მაგარი რაღაცა დაიწეროს რომ ხელოვნებასაც და ფსიქოლოგიასაც დეტალები აინტერესებს. რა თქმა უნდა. და აი ეს თანასწორ მხარდამჭერის პოზიცია თვითონ მე ვთვლი რომ მე თვითონ მეორე პროფესია შევიძინე. იმიტომ თვითონ აი მომწონს ეგ სახურება და არა ის რომ რაც უნდა ის უნდა მიცე რა. რაც ჭირდება ის უნდა მიცე და საჭიროება შენ ვერ გაიგებ თუ თვითონ არ გამოსწილი რა გჭირდებოდა და სინამდვილეში რა გჭირდებოდა. თანაგრძნობის ელემენტები რაზეც აღვნიშნეთ თქვენ არის თანაგრძნობა და თანაგანცდა. თანაგანცდა, ხო. აი არისტოტელეს მაგალითად უწერია რომ განწმენდა ხდება, მაყურებლის განწმენდა ხდება. ხო, კათარზისი უფრო პლატონის ის იყო, რა ქვია, ტერმინი, ამან განწმენდა შემოიტანა. განწმენდა შემოიტანა შეცოდებით და შიშით. ოღონდ შეცოდება ალბათ დღეს სულ სხვა დატვირთვა მიიღო, თანაგრძნობას ალბათ იგივე არის, რომ ხო, და შიში. ან თანაგრძნობა სინამდვილეში რა არის? ადამიანი, რომელიც არ იმსახურებს და ისეთ რაღაცა მდგომარეობაში არის, რომ ამას თანაუგრძნობ, რაღაცა გაგებით მეწოდება, ოღონდ ისე არა, რომ ზემოდან ყურებით შეწოდებით და შიში არის, შიში რეალურად არსებობს მომავლის შიში, ხო, რომ ამას რა ელოდება წინ ამ გზაზე რომ დგას. აი ბოლო აი ეგეთი კაცი, რომელმაც სტრუქტურა ძალიან დაამუშავა და დეტალებამდე ჩავიდა, არის ეგეთი ამერიკელი სცენარისტი, სკრიპტ დოქტორებს ეძახიან, მანდ რომლებიც სცენარებს უფრო კონსულტანტებად მუშაობენ ხოლმე, არის ეგეთი ჯონ თრუბი, რომელმაც შეიმუშავა 22 ნაბიჯი, როგორ ავაგოთ 22 ნაბიჯის გათვალისწინებით, ისეთი ამბავი, რომ მაყურებელი შევინარჩუნოთ ბოლომდე. რას გულისხმობს ახლა საერთოდ როგორ გაჩნდა ეს 22 ნაბიჯი, რომ ადამიანმა ათასობით ფილმი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიუჟეტით, ჟანრით და ყველაფრით, აი მოცემულობი ძველი, ახალი არ აქვს მნიშვნელობა, თანამედროვე იქნება თუ კლასიკა იქნება თუ სამეცნიერო ფანტასტიკა თუ თქვა დრამა და კომედია, რა აერთიანებს ამათ? ყველა საერთიანებდა ის, რომ იყო წარმატებული, ანუ ცნობადი, წარმატებული და აი ეს ბიუჯეტ, box office რასაც ეძახიან, ყველა იყო შემოტანი. და აი ამათი შედარებით რა აერთიანებდა, გამოიყვანა, ასე ვთქვათ, გამოძერწა ეს 22 ნაბიჯი. ამ 22 ნაბიჯიდან არის ალბათ 7-დან 10-მდე, მე ვფიქრობ, რომელიც არის ფუნდამენტური ისეთი მყარი, იმიტომ რომ 22 მაინც გონია, რომ სუფთაი ჰოლივუდურ კარგას რასაც ეძახიან, სულ რაღაცა ძალიან გათვლილი არის. არის 7-10, რომელიც აი ამ 7-10 პრინციპის გათვალისწინებით მართლა შესაძლებელია რომ აიგოს ისეთი ამბავი რომელიც საინტერესო იქნება და თან ბოლომდე მოყვე ის შენი სათქმელი რაც გინდა რომ ასე ვთქვათ გააზიარო. და ეგეთი რამდენიმე პუნქტს გეტყვით და ნუ აი მაგ პუნქტებში არის მე მგონი მთლიანად მოქცეული ყველაფერი თავის ფსიქოლოგიას, სარწმუნოებას, რელიგიას და აბსოლუტურად ადამიანის დანიშნულებას. პირველი პუნქტი არის ესეთი. აჩრდილი, ანუ
გაითვალისწინეთ ის, რომ სიუჟეტი იგება მხოლოდ მთავარი გმირის პერსპექტივიდან. ანუ ეს 22 პუნქტი სულ ესადაგება მთავარ გმირს. პირველი პუნქტი არის ეგეთი: აჩრდილი დროპ და world, ანუ ის ყოფიერება, რაშიც ეხლა ცხოვრობს ჩვენი გმირი. ეს აჩრდილი არის აი ეს ტრამვა, რომელიც მას წარსულში აქვს მიღებული და ჯერ არ არის გადამუშავებული, დამუშავებული არ არის. ხო, აი მეორე პუნქტი არის, ну ეს ghost ქვია ინგლისურად და world, ну აჩრდილი და რაღაც ყოფა. ამ ყოფაში იგულისხმება ყოველდღიურად ეცნობით, აი როგორი ტიპი არის, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, აი რაღაცა თქვა, რაღაც კონკრეტულ საკითხს როგორ გადაწყვეტს და აი მისი ყოველდღიურობა რა. შემდეგი პუნქტი არის, მე მგონია რომ გასაღები, აი ამ თვითონ კარგის აგების და 4 ნაწილად იყოფა. პირველი არის პრობლემა, გმირი რა პრობლემის წინაშე დგას ეხლა. მერე დრობი აქვს და აქვს სისუსტე. რა სისუსტე აქვს ამ გმირს? და სისუსტე მოდის იმ აჩრდილიდან, რომელიც გადაუმუშავებული. მერე მოდის სურვილი, რა უნდა. მაგასაც დრობი აქვს და ბოლოს არის need, რა ჭირდება. სინამდვილეში რა ჭირდება, რომელიც ჩვენმა გმირმა ჯერ არ იცის. ჩვენმა გმირმა რომ თავშივე გაიგოს რა ჭირდება, ჩათვალეთ რომ ამბავი არ შედგა. ესე იგი, აი ესე არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე. Weakness, ანუ ეს სისუსტე რაც არის, მომდინარეობს იმ ghost-დან, რომელიც არის ტრამვა, რომელიც არ არის ჯერ გადამუშავებული. და აქ, მოდი აი რაღაცა მაგალითი რო ავიღოთ, უფრო თვალსაჩინო იქნება და ცხადი იქნება. აი სიტყვაზე ვამბობ, ადამიანი ჩვენი თანამედროვე თბილისში მცხოვრები, რომელიც აი ვეღარ იტანს ამ ხალხმრავლობას, ეს პრობლემას უჩვენს, რომ კონცენტრაცია არ შეუძლია. არეულია, აჭრილია, უნდა რომ გააღწიოს ამ ქალაქისგან, სადღაც ცხვარიჭამიაში ეგულება რაღაცა მიწის ნაკვეთი და უნდა რომ იქ მარტო მიცხოვროს ტყეში და ჰარმონიაში და აი იქ გონია რომ ყველაფერი რაც ცხოვრებას ჩაფიქრებული აქვს და რაც უნდა იქ მიაღწევს ამ ყველაფერს. აი ვონთი ეგ არის, ანუ სურვილი. და სინამდვილეში აი ის ნიდი რაც არის, საჭიროება, მაგას ბოლოში ხდება. მაგრამ ჩვენ რო ვაგებთ ამ სტრუქტურას, კარგია რომ თავიდანვე ვიცოდეთ, იმიტომ რომ როცა შენ იცი გმირს რა ჭირდება ბოლოში, ანუ გმირი რას უნდა მიხვდეს ბოლოში, შენ რო თავიდანვე იცი. მე მარტივი არის მისი გზის გაკვალვა, ასე ვთქვათ რა. ამ ორი პუნქტის მერე მოდის ინციდენტი. ინციდენტი არის ერთი შეხედვით გმირისთვის სრულიად არალოგიკური შემთხვევა, აი როგორც აგურის დაცემა, თქვათ. რო არ ელოდება, კი. რომელიც განსაზღვრავს მერე მთლიანად ამის мотиваციას, აი რაზეც დგას მთელი ამბავი. ეს იკვრება ინციდენტის მერე. შეიძლება ინციდენტი ჩვენ ამბავში იყოს ის, რომ აი იმ სახს, რომელსაც ეს ყიდულობდა, გამოუჩნდა მეორე მუშტარი, რომელიც უფრო მეტს იხდის, თქვათ, ან რაღაცა ის უფრო პრივილეგირებული არის და იმას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ეს აი ამისთვის საოცნებო და უკვე რომ დაგეგმილი აქვს იქ როგორ მოაწყობს და ChatGPT-ს რო კითხა, რომ აი დაუხაზა მოკლედ ყველაფერი და იქ უნდა გადავიდეს და აი ამ სულიერ სიმშვიდეს იქ იპოვის, იმიტომ რომ აქ არ შეუძლია. აი მაგის დაკარგვის საშიშროება გაუჩნდა რა. და ამას აქ ყოფნა აღარ უნდა, იმიტომ რომ არაპროდუქტიულია, ეშინია ხალხის. ეშინია რა, ნუ შეიძლება მაგას არ აღიარებს, მაგრამ ვერ ცხოვრობს აქ, დაურბის აქაურობას. და აი ეს ებმევა აი ამ ფერხულში, ასე ვთქვათ, რომ ინციდენტი განსაზღვრავს გმირის, აი როგორ გეტყვი, კატალიზატორი არის, რომ აქ უკან რომ მოიხედო შიშია და შიში არის იმ ხელა ძალა, რომ შენ უნდა მიაღწიო იმ მიზანს, რაც თავიდან ქონდა, რაც ქონდა სურვილი. ჩვენი გმირი ადგენს გეგმას, რომ როგორ მიაღწიოს დანიშნულებამდე, თავის სურვილამდე. მაგრამ ამასობაში ოპონენტი, რომელიც გამოუჩნდა, იმასაც თავისი გეგმა აქვს. და ძალიან მომწონს ამ ჯონ ტრუბის დეფინიცია ოპონენტი და არა ანტაგონისტი. ხო და უნდა მეკითხა ანტაგონისტს საერთოდ არ ახსენებს. ანტაგონისტს არ ახსენებს.
და ეგ მე მირის მოგზაურობის სქემას არ მიყვება? არა, აი გავალ ბოლომდე რა შეიძლება რაღაცები იდენტურია, უბრალოდ აქ მე მგონი თვითონ ტერმინებში არის განსხვავება. ანტაგონისტი ჩემი შთაბეჭდილებით ეგრევე ტოვებს რაღაც ნეგატიურ ძალას, რომელიც თუმცა ეგეც შესაძლებელია, რომ ოპონენტმა შეითავსოს, მაგრამ ოპონირება შეიძლება გაუწიოს ისეთ საკითხში, რომელიც აპრიორი ბოროტი ძალა არ არის. იმას თავისი მიზნებისთვის სჭირდება ის რაღაცა ცხვარიჭამის სახლი. მაგრამ რახან ამ ჩვენ გმირს უწევს ამ ოპონირებას, ამისთვის არის რაღაცა ნეგატიური ძალა, იმიტომ რომ ამას თავის სიმართლე აქვს, იმიტომ რომ ამის სიმართლე განისაზღვრება ამის სურვილით რა უნდა. ხო? ხო, ერთმანეთს გამ, იმიტომ რომ ორივეს ერთი და რაღაცა უნდა და აქ მე აი მთელი ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მაყურებელს ასე თქვათ, აი იჭერს ამ სიუჟეტში არის პერიპეტიები. პერიპეტია არის ბედნიერებიდან უბედურებამდე, ბედნიერებიდან უბედურებამდე, ბედნიერებიდან უბედურებამდე. სულ ამაზე არისტოტელეც ამაზე ლაპარაკობს ხათა შორის ბევრს თან. და არის ეგეთი პუნქტი, ეხლა 22-ს არ ჩამოვთვლი, მე რაც ამოვკრიფე და რაც მნიშვნელოვანი გონია და არა, პერიპეტიები არის, რომ კათარზისამდე მიიყვანოს შენ მაყურებელი, იმიტომ რომ თუ გზა არის ერთფეროვანი, თქვა სულ აღმართი, აი რაღაცა ეს ტეხილები არა აქვს. აი მაგალითად სლოტის თამაშები რატო ითვლება ეს ლუდომანია რატო ითვლება ყველაზე დიდ დამოკიდებულ რამეთ, რომელიც ნარკომანიას უსწრებს რა. იმიტომ რომ ამ სლოტებზე დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში არის აი ეს ზუსტად ემოციური, აი ეს ამერიკული გორები თუ რასაც ეძახიან. აი რაღაცა გაჭრა, იქ რაღაცა მოვიდა, ბონუსი მოვიდა, ვერ გაჭრა ასე შემდეგ. აი შეკუმშულად. აი ეს ემოცია ბედნიერებიდან უბედურებამდე ძალიან მოქმედებს და რაღაცნაირად მაყურებელს ჩართულს ხდის ბოლომდე მიყვება აი ამ თანაგანცდაში ამ ჩვენ თავარ გმირს. ერთი კიდე მნიშვნელოვანი დეტალი პუნქტი არის ინგლისურად ესე ქვია visit to death, ანუ სიკვდილს რო თვალებში ჩახედა ამ ჩვენმა გმირმა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამას რაღაცა უნდა, მაგრამ ეგრე არ არის რომ უნდა. სინამდვილეში სხვა რაღაცა ჭირდება რა და რაღაცა სხვა გზით მიდის ეს ჩვენი გმირი. და აი თვითონ რომ მოკვდება ამ გზაში რომ თითქოს რომ აი ბოლომდე დაეცა რაღაცა ფსკერამდე მე მგონი ამას აი გმირის მოგზაურობაში რაღაცა ღმერთის ხელი ქვია, რაღაცა ახალი ძალა, რომელიც ახალ პორტალს ხსნის ასე ვთქვათ გმირისთვის. და აი ამ ძალით შედის იმ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, რომელიც აქვს მის ოპონენტთან. სინამდვილეში ეს გზა ჭირდება ამ გმირს, რომ გაეგო რა ჭირდება. აი ეს ნიდი, რომელიც ჩვენ თავიდანვე ვიცით, რთულად თუ რაღაცას ხსნი, შეგიძლიათ რომ შემაწყვეტინოთ, ამ საჭიროება რა ქონდა საჭიროება. ამას ისე ვერ გაიგებდა რო არ გაეარა ეს გზა. აი მაგალითად რელიგიაში ამას ეძახიან განსასწელს, ხო? და ადამიანს როდის ემართება ეს განსასწელი, როცა მას პოტენციაში აქვს იმის ძალა, რომ ეს გადალახოს. და აი დრამატურგის ამოცანაც გონია ის არის, რომ აი დადგა ზუსტად ის მომენტი, რომ ჩვენმა გვიმრა გაიგოს, რომ ცხვარიჭამიაში კი არ ჭირდება სახლი. აი ამას იმ ტრამვის მოშუშება ჭირდება, რომელიც აიძულებს გაიქცეს და აი ადამიანებში შიშს და შფოთს უჩენს. თქვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ. აი ამ გაცნობიერების მერე შეიძლება ამ ჩვენმა გმირმა მოიგო ეს ორთაბრძოლა რა, ეს ცხვარიჭამიაში სახლი. მერე მოდის მორალური გადაწყვეტილება. ერთი ეგეთი ძალიან საინტერესო პუნქტი არის. აი მაქვს მე ეს სახლი, მაგრამ მე უკვე ისეთი რაღაცა მაქვს შინაგანად, რომ ეს სახლი სინამდვილეში აღარც მჭირდება რა. მე შემიძლია რომ დავთმო. შემიძლია, გაფეთიშებული აღარ მოხდა. ხო, ნუ რისთვისაც გავრბოდი აქედან, ეგ მგონი აღარ მაწუხებს.
გადარჩენის გზა ხო, შიში აღარ არის კატალიზატორი იმისი, რაც აქამდე მიბიზგებდა და რამაც აი ამ პერიპეტიებს შეიძლება თქვათ რაღაცა მორალურ ფუნდამენტზე, რომელიც ამდენი ხანი ჩემთვის ვაშენებდი, რაღაცებზე ცოტა მოარყია ის ყველაფერი რა, სანამ ბოლომდე არ დავეცი. და ბოლოს არის ეგეთი ძალიან საინტერესო პუნქტი, რომელსაც ინგლისურად ქვია new equilibrium, ანუ ახალი სამყარო. და სინამდვილეში რა ხდება, რომ ადამიან არსად ახალი სამყარო სადღაც არ გადავიდა, არ გადაიხვეწა, უბრალოდ გაუჩნდა სამყაროს ახალი ხედვა. რომ აი აქ თუ მე, აი მოუშუშებელი რაღაცა ტრამვით, ბავშვობის დროინდელია თუ 1 წლის თუ ცოლქმრული თანაცხოვრების და მერე დაშორების, რა არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არ არის აუცილებელი, რომ ღრმა ბავშვობაში იყოს ან თინეიჯერი, შეიძლება 1 წლის წინანდელი იყოს. რომ აი იმის გააზრებით და გარეგანის სივრცის შეცვლით კი არა. ახალი სამყარო სინამდვილეში ჩემი აღქმით გახდა ეს ახალი სამყარო. აქამდე რომ ვიღაცები, აი მაგალითად 15 ადამიანი მე სტრესავდა, ეხლა შემიძლია რომ თავისუფლად ვისაუბრო აქ. და ეს არის ჩემი ახალი სამყარო რა. სინამდვილეში გარეგნულად არაფერი არ იცვლება ჩემი აღქმა ამ გარემოსადმი. და აი ეს ყველაფერი ცოტა რომ დავზიპოთ და კომპრესირება რომ გავუკეთოთ, არის ახარების ერთი ცნება. საკუთარი თვალიდან დირის ამოღებით ადამიანი ხედავს როგორ ამოიღოს მეგობრის თვალიდან ბეწვი. დრამატურგის დანიშნულება რატომღაც გონია რომ ეს არის რა. ოღონდ ეს ბირეს ამოღება ერთბაშად არ ხდება, მეგონი ნაფოთ იღებს ადამიანი, მაგრამ რაღაცა ახალ-ახალი ხედვები ხო ჩნდება. და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? აი ამოღების შემთხვევაში გეცოდინება როგორ ამოუღო ბეწვი, იმიტომ რომ შენ რო დირეგ აქვს ამოღებული, შენ გამოცდილებით იცი, შენთან რომ მოვიდა ვიღაცა და შეესეთო მოდი ამოგიღო, მაგაზე ხო გაბრაზდი და შენ ხო იწვალე და იტანჯე ხო? და აი როგორ მიუდგე იმ მეგობარს, ეხლა რომ მიხვიდე და მოდი რაღაცა თვალში გაქოვ, შეიძლება ერთი კაი შემოგარტყას. უკვე შენ იცი მიდგომა იცი ადამიანი როგორ არ გააღიზიანო, ხო? იმიტომ რომ შენ გავლილი გაქვს ეგ ნატანჯი გაქვს შენ და შენ შეგიძლია რომ მისი დრო დაზოგო და უფრო გაუმარტივო ის რაღაცა საქმე. აი მგონია რომ ხელოვნების და უმეტესად დრამატურგიის დანიშნულება არის ეგ. შენი რაღაცა ნატანჯი, ნაწვალები და გამოცდილებითი ცოდნა, რომელიც ხო გეუბნებით შეიძლება არ იყოს აი ესეთ კოლოსალური და მართლა იყოს რაღაცა ძალიან მარტივი რა. მაგის გაზიარება მოხდეს. სწორად. აი ზუსტად მაგ ხო, რომ არ მოხდეს ადამიანის შეურაცხყოფა, არ მოხდეს ზემოდანყურება, იმიტომ რომ ნაწერს, ფილმს, ნათქვამს, სტატუსს ძალიან ეტყობა სულისკვეთება, ძალიან ეტყობა რა სულით არის დაწერილი და ადამიანი მაყურებელი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ადამიანი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ზემოდან არაფერს არ იღებს რა, დიქტატს არ იღებს. და შენ თუ ხარ ავტორი და შენ ხო ეგრევე ავტორი არ გახდი, რაღაცა თქვა ავტორი, რას გულისხმობ, შენ ხო რაღაცა ეგრევე მე-10 კლასის მათემატიკა არის, რავი, გამრავლების ტაბულით ხო დაიწყე. და შენ ის გზა გავლილი გაქვს ადამიანს, შენ გინდა რომ თქვა მაყურებელი მიიყვანო, ხო? იმ კონკრეტულ რაღაცაში ან სწავლებას არ გულისხმობ მე, გამოცდილების გაზიარება, თანასწორ ხარდამჭერის ყველაზე დიდი მუღამი, ასე ვთქვათ, არის გაზიარება, მხოლოდ გაზიარება, ადამიანი თვითონ მივა. იმიტომ რომ შენ თუ მფარველი ყავს ზემოდან და იმან მოგცა ეს რაღაცა სიცხადე, ხო და მოგეხმარა, არანაკლები ყავს იმას. შენ უბრალოდ შეგიძლია რომ შენი გააზიარო იმის აზროვნების და თვალსაჩინო გააფართო უბრალოდ. აი როგორც ერთ-ერთი, როგორც კერპის მსხრევა, რომ აი რაღაც შეხედულება მაქვს და აი ეს უბრალოდ აი ესე იმუშავა. აბა ცადე, უბრალოდ ან იფიქრე, ან ცადე, ან გამოცადე, ან დაფიქრდი. კაი პასი რომ იცე რა ფერმუჩი. ხო. ან თუნდაც საკუთარი მაგალითით ანუ თუ ადამიანს აქვს ბიპოლარული აშლილობა მწვავე ფაზაში და საბორდერი ყავს ადამიანი, რომელმაც გაიარა მწვავე ფაზა და ეხლა სტაბილურია, მარტო იმის გაცნობიერება მწვავე ფაზაში მყოფისთვის, რომ აი თვითონაც შეიძლება, რომ კი ბატონო, ისეთ მდგომარეობაში უკვე დიდი დახმარება. აი ზუსტად ეგ, აი ჩვენ გვესწრება ერთი თანასწორ ხარდამჭერი, ჩემი
ცხოვრების მეგზური. რომელიც ზუსტად დანიშნულება იყო ეგ, რომ თინათინი მიყვებოდა და მე მეც რო გავიარე, რომ ადამიანი, რომელიც ეხლა არის აი ამ რთულ მდგომარეობაში და შენ მიდიხარ და ისეთ დიალოგში შედიხარ, რომ ესე გიყურებს, რომ საიდან იცის ეს ყველაფერი რა. თან ხდება, რომ ბიჭო, ექიმიც არ ხარ რა, რაღაც ასეც ისეს არ ურჩევ და ხო, ისეთი ურთიერთობა დგება იმედი, აი ეგ იმედი რა. ოღონდ იმედი მე არ გულისხმობ ისეთი რაღაც ფუყე იმედი რა. მართლა, ანუ გამოცდილები დამტკიცებული იმედი, რომ მეც ეგ მაგ გავლილი, უბრალოდ ეხლა მე აქ ვარ. ხვალ შენ იქნები აქ. უბრალოდ შენ რო გეჩვენება ეგ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არის, მეც მეჩვენებოდა ეგ. იცოდე რომ არ არის. აგერ ვარ ნათელი მაგალითი. ხო, აი მოდი ეხლა ეს ვთარგმნოთ რაღაცნაირად ხელოვნებაში. ხო შესაძლებელია ეს. შესაძლებელია, მაგრამ ერთ რაღაცაზე ვფიქრობ ეხლა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რისი? აი საპორტერთან რო აკეთებთ, დავუშვათ შედარებას, ხო? საპორტერობა ხო თავის მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ხადია. და დრამატურგის პოზიციაშიც ეხლა დრამატურგს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ხო? ძალიან. ხო და გამოდის რომ მაშინ დრამატურგი არ უნდა შეეჭიდოს ისეთ თემას, სადაც გამოცდილება არ აქვს და ყოველთვის ესე არ ხდება. მოდი აი ესე ვთქვათ. გამოცდილება რისი არ აქვს? იმ რაღაცა კონკრეტული ვთქვათ, რაღაცა სიტუაციის, რომელსაც აკეთებ. კი, შეიძლება რაღაცა კონკრეტული თვითონაც ძიების პროცესში იყოს, ხო? ხო, ეგეც შესაძლებელი არის რა. მე არ ვამბობ, რომ რაც მე გამოვიარე და აი ხა ზუსტად ვიცი, რომ აი ეს რო დავლიო ეხლა ცოტა გრადუსი მომემატება, ამაზე ვიღებ ფილმს და შეიძლება არა მაქვს ეს გასინჯული და მინდა რომ გავსინჯო. და ამაზე ვაკეთებ ფილმს. მან აი დამოკიდებულებაში არის ძირითადად რა. რომ მე შენ არც ჭკუას გასწავლი, არც დაგცინი, არც ზემოდან გიყურებ. თუმცა აი ნახეთ შევადაროთ ეხლა რახანის საკითხი წამოიჭრა რა თანასწორ ხარდამჭერი და დრამატურგი. თანასწორ ხარდამჭერიც რაღაცა თავის გამოცდილებას აზიარებს. მანდარი დაც. თუმცა ნახეთ თანასწორ ხარდამჭერი რო თავის გამოცდილებას აზიარებს, მანდა ძალიან საფრთხილო არის. იმიტომ რომ მე ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას, შენზე შეიძლება არ იმუშაოს ამა. მაგას ყოველთვის იტოვებ. როგორც რაღაცა აი ხელში მიაწოდო რაღაცა გზამკვლევი, შეიძლება არ იმუშაოს იმა. შენ უბრალოდ თვალსაწიერს უფართოვებ და აძლევ იმედს, რომ ნუ ფიზიკურად ესე ეხლა ამ მდგომარეობაში ვარ. დრამატურგიას არ ამგონია, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა ქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა სულ რო გამორიცხოთ ის, რომ აი მე ამით ამას ვამბობ და ღია ფინალს ტოვებ თუ არაფერს ისეს არ ვიზახი, რაღაცას ამბობ. რაღაცას ისეც, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებს. აი ადრე თვლიდი ეგრე კალკულაციას ვაკეთებდი რა, რაღაც 25 წუთიანი ფილმი გადავიღე და ნახა 10,000-მა კაცმა. 10,000 გავამრავლე 25 წუთზე და რაღაცა გარკვეული დრო მივიღე და აი ეს დრო ავიღე მე რა, საერთოდ ყოფიერებიდან რომ რაღაცა შემეთავაზებინა ამ ადამიანების დრო დამეხარჯა. და იქ მე თუ რაღაცა მნიშვნელოვანზე რას გულისხმობ რა? არამავნებელზე, მოდი ასე ვთქვათ. არამავნებელზე არ ვლაპარაკობ, ეს ხო არის პასუხისმგებლობა, ეგრე რომ მივუდგეთ. რატომ უნდა დაგითმოს შენ 25 წუთი თუნდაც ადამიანმა, თუ რაღაცა ისეც არ უყვები, რომელიც ორიგინალურია და ორიგინალურები ვერ ვიქნებით, თუ ჩვენი თავიდან არ გამოვალთ. ხო, რა ვიცი, ანა ბეჭდი გვაქვს ყველას, 7 მილიარდ ადამიანს. გულწრფელი თუა უკვე არ არის დრო დაკარგული. ეგ ხო, გულწრფელობა ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა არა თავარი, მე ესე მგონი. არა, ეგ თავისთავად იგულისხმება, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ნამდვილად დრამატურგია. ეს რაღაც იყოს კითხვების დასმა და კვლევის პროცესი, ანუ როგორ არა? როგორ დიალოგში იყო შენ რაღაც კითხვებს უსვამ. აბარა. ანუ აი მაგრამ პასუხი არ ქონდა. ხო, როგორ არა. იმიტომ რომ შენ აი მე რას გულისხმობ, იცით, რომ აი გამოცდილება რაშიც არ გვაქვს და იმაზე რომ ვლაპარაკობთ, აი იმას თუ ამტკიცებთ, რომ ეს ესეა, აქ ტყუით. თუ არ გვაქვს და ჩვენც ვეძებთ,
მაგას ცხადია რომ არსებობს უფლება აქვს, იმიტომ რომ მე კითხებსო, მე არაფერს არ გთავაზობ შენ, ისეც რა, რომ აი მე ვიცი და შენ ახლა კითხებს, იმიტომ გისვავ, რომ იქნებ მოხჩემ დონემდე ამოხვიდე. არა, ეს დამოკიდებულება არა. აი სიცრფელი, მაგაგებით სიცრფელი ნამდვილი არის რა. აი მე რაღაც, აი მაგალითად არ ყავს თანასწორ ხარდამჭერი, თქვათ, ეგეთ ადამიანს და აი ის თვითონ ეძებს, რომ აი ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ. აი ჩვენი გმირი ეძებს ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდეს. აქო რაღაცეების მტკიცება არ ხდება. აქ არ ხდება, თქვათ, აი რაღაც როგორც რაღაც გამზადებული მზა. ხარდამჭერი ხდება ეგ გმირი, ანუ ესე გამოდის. ხო? ადამიანებისთვის ვისაც თავისი პრობლემა აწუხებს. კი, ნამდვილად. თავდა ესე სამი პერსონაჟია. ხოლო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. დრამატურგი ეგეთია, რომ ბოლო ფინალური აკორდი ამდაგვარია. სამივე იღებს იარაღს და შულზე იდებს. და უნდა გამოკრათ რა და ფილმი თავდება. ხოლო ესე იგი რა ხდება? ერთ-ერთის შვილს ამორიდან ერთ-ერთმა ღაზზე არ არიან. არც ერთი გმა თქვით სიცოცხლე მოუსწრა პატარა ბავშვი. მერე ის მამა მიაგნებს ამ ტიპს, რომ და ეს მამაციც იქ არის რა, ვისთანაც ერთად იყო სასურვად გასული იარაღის მოსასინჯად რა. ხო და იმას უნდა რომ მოკლას ეს მკვლელი და მეორე ეუბნება რომ ორივე მისროლეთო და შენ რა იციო ეხლა რომ მკვლელს კლავო რა. ხო და ეგ რანაირად უნდა გადაწყვეტო, ძალიან საინტერესო საკითხია რა. მერე რეჟისორი თუ სცენარისტი საკითხის გადაწყვეტის ესეთ ვარიანტს გვთავაზობს რა, რომ ესე იგი სამივე მიიდებს ამას აქვს იარაღს. აბსოლუტური არ არის რა. გადამრია მაგან რა. მე ვუთხარი რეჟისორს ეს რა არის მეთქი. რანაირი გადაწყვეტაა ეგ მეთქი თო ჩვენ ხო გულისხმობთ იმას რომ უბრალოდ არ გვიჩვენებს რომ გაისროლეს ამათმა რა რა ჩანდაგვა ეგ სამივე კლავს და ო ნუ ტოვებს მაგ იმას მესმის ანუ მე დავუთხარი რომ ეს იმას არ არის ჩემი არსი რა ქიჩკოვი ის რეჟისორს პირადად იცნობდი გასაგები. ხო, მესმე გასაგები. ხო და თემი დიდი ხალხი იქ იჯდა და ეს იჯდა ჩემს გვერდით რა, პრასპონტრის დროს, რომ აინტერესებდა ჩემი რაღაცა მოძრაობები იმ დროს. ეს გამისტიკა. და სწორი სიტყვა. მომითხრა რომ დაინტერესებს რა შენი აზრი რა. ვთქვი ნავდი გითხრათ რომ ახლა ვაბრები. ელაპარაკო და გადიდო. ხო და არა გასულო და მე ვთქვი რა არის ხა ეს აქ სამი დღე არის ძინები რომელიც გავარდა რომელიც არ გავარდა გასგვერდში მაყურებელს და ზოგადად როგორი განსტამაგდა ესეც მინდა ხა შემოგთავაზოთ იდეას თუ აზრებს სალაპარაკოთ რომ შენ რო ფილმს იღებ თუ ნაწარმოებს როცერ ცოტა ხმამაღლა გამომივე ხა ნათქვამი მაგრამ თუმცა შენი ხო არ არის როცა იმას მე მაჩვენებ ჩემიც ხდება რა ხო და რაღაცა თანაავტორიც ვარ მე და შეიძლება შენზე მაგარი გამცდელია და შეიძლება გული გამისკდეს და შენ გადაიგდეს მაო და ფულიც გააკეთე იქა და საფიც აიშენე სიტყვაზე ვიძახ ხო მე თვარიძამი მე კიდე განსტაში ვარ კარგად გამიდი ანუ დაზარალებული ვარ შენს მიერ იცი ანუ ხო მე ფანტაზიებს უნდა შევხვდე თანასწორები ხო და მე რომ მაკითხებ ამ ხელა რაღაც იმას შენ დაწერილი ტომს და ტვინი რომ მეგრძო ცუდად რო გავხდი ეს მის აგეთ მოუპასუხე შენ წინაშე რა რომ რა დავაშავე მე ვთხარი ეგ დაგიშავე რა მე უშ მაყურებდი მაგრამ რა მიშვები ატომი ვიკეთებ ეგეთ რამს ეხლა დღეებდება საფიქრო რომ ეხა იქ რამ შეიძლება ეგ იყო მის ჩანაფიქრი რა ის აი შეიძლება თქვენ თვითონაც მიხვიდეთ იმ აზრამ შეიძლება ეხლა 24 საათი სამწერ დახევა ანუ ასე არის რაღაცა უპასუხო გამოსავალს ვერ თავაზობ ეს ხო? არ ვიცი, აი მე ამასაც ხო აქ ხადია. მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თვითონ არ მაქვს ნანახი ეს ფილმი. თემა რომ შემოიტანეთ, ხო მე ვთქვი რომ თავისი რაღაცა გავიკეთებინა ეს ხო მაგარი ეს მოსვასწავლე რეჟი. ეს არა უყია რომ გადაგიწყვიტა მეთქი რაღაცნაირად თან ეპატიებინა იმას რომ გამოვიდა.
აი საქმე მაგაშია რა. ხო შეიძლება რომ ბოდიში რაღაც პოზიტიური რაღაცა სულიერი გადაწყვეტა მოუძებნო და მაინდამაინც ეს არის რომ სამივე იკლავს. თუ თვითონ რეჟისორს არ არის პატიება გამოცდილებაში როგორ აი მაგაშია საქმე. ხო ის მაგა რაღაცა იკლავს. კაი, მაგ ფილმზე თუ მე ვნახავთ ერთად მე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეხლა ცოტა რაღაც ზეპირად გამოგდის ეს და. ხო, აი ძალიან სწორი კომენტარი იყო რა. რომ პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ აი გამოუსწრებელ რაღაცაზე საუბარი, გამოუსწრებელ შეხება არ ქონია, აი ახსენეთ ახლა ქრისტიანობა და პატიება, ხო? და მაგას უყურებ და ყველაფერი თავის ადგილზეა, წეს უნდა ელაპარაკოთ, ბიჭო, რაღაცა არ მჯერა, აი რაღაცა არ წამომდო რა. რატო? იმიტომ რომ და აი ზუსტად ის რაღაცა დეტალები, რომელიც აი მაგ პატიება არ არის ადვილი. არ არის ადვილი. მაგას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება. და აი როცა თქვათ ავტორს არ აქვს გამოვლილი ეგ პატიება, ეგ გზა როგორ მივიდა აი აქედან აქამდე, ხო? და ესე როგორც აი რო პატიება კარგია და თქვათ ერთ-ერთი სათნოება ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მორალურად გამართული არის სტრუქტურა და აისა და ესა, არაფერი არ არის. არ მუშაობს. მე ამას გულისხმობ. რომ თუ დრამატურგიას ძალიან დიდი ძალა აქვს იმისი, რომ ადამიანზე მოახდინოს გავლენა, კარგი გაგებით შეძრას ყოველ შემთხვევაში რა. ну აი ერთი რაღაცა ბენქსი არის, ერთი ქუჩის არტისტი, რომელსაც ეგეთი წარწერა აქვს, რომელიც მე მაგრამ მომწონს. რომ ხელოვნებამ შეწუხებული უნდა დაამშვიდოს და ესე რაღაცა მშვიდად ყოფნი უნდა ააღელოს. შეაწუხოს, ხო? და მაგარი რაღაცა ფორმულაა ისეთი რა, კომფორტის ზონიდან რომ გამოგიყვანოს და თუ ძალიან რაღაცა გიჭირს, პირიქით გითხრას რომ მარტო არ ახარ და აბა გამაგრდი რა. მაგრამ ამას რომ ძალა კონდეს, ნებისმიერ ამაზე შეიძლება გადაღება, დაწერა, მაგრამ ის ხო არ არის ჩანაფიქრი რომ ჩვენ დავწეროთ, ჩანაფიქრი არის ის რომ თვითონ დრამატურგიას რა ძალაც აქვს და რაც შეუძლია რომ გააკეთოს, იმან იმუშაოს. და აი ჩემი გამოცდილებით მე შემიძლია იგითხრას, რომ ისეთი თემა, რომელსაც მინიმუმ კითხვებს არ უსვამთ და მაგის გარშემო არ ტრიალებთ, არ მუშაობს რა, როგორც მორალურად გამართული არ უნდა იყოს, რჩება როგორც ლოზუნგი. მაგას ეძახიან ფარისეულობას ცხოვრებაში და არანაკლები საშინელება არის ეგ ეკრანზეც რა. რომ აი რაღაცა ტაშისთვის თუ იმისთვის რომ ოფეს მაგარი ის არის მორწმუნეა თუ ქრისტიანია თუ ლიბერალია თუ ის არის რა ქვია კონსერვატორია თუ აი ასე სტატუსებისთვის და მაგას ძალიან მარტივად ეთყობა რა დეტალებში მაგას ვისაც გაუულია ეგ გზა რომელზეც მელაპარაკება ვიღაცა პატიებაზე რომ მელაპარაკება თქვა და მე თუ გამივლია პატიების გზა როგორი ტანჯველი არის და იქ რომ აი ესე უბრალოდ აი ყოველგვარი გაწევა გამოწევების გარეშე ესე რომ ბრტყელ გზას რომ აჩვენებს რომ კი გასაგებია ის არ მუშაობს ჩემზე არ იმოქმედა მორჩა გამახსენდა დავით ერთი ხელოვნებაცოდნე ქალი ამბობდა გენიალური სიტყვებით ხოლო თანამედროვე ადამიანს აკარგა ეს არც უნდა ყოფილიყო ერთადერთი დარჩა ხელოვნება ვითი შეუძლია მარადისობას დაეკონტაქტოს გენიალური სიტყვებია რა მართლა ეს არის გზა, სადაც შეგიძლია რომ დაეკონტაქტო მარადისობას თუ ესეთი აი რასაც ამბობ. ხო, იმიტომ რომ განსტილი და სამივე დაეკონტაქტო მარადისობას. რაღაცას კითხავთ რა. აი ცოტა დაბნელებას იწვევს ჩემში ის რომ ერთი მხრივ გონია რომ აი მაინც დასრულებულო როცა ძლია კეთილმას აწვევით რა წყალებში და ცოტა ვერ გეთანხმებით რა, არ ვიცი ესე ფორმულასავით რატომ უნდა გავყვეთ, ანუ ჩვენ ხო მე ესე ვფიქრობ, რომ დრამატურგიას და კინოს არის როგორც სიცოცხლის ფორმების ჩვენება, ხო? და ეს ძალიან ხშირად არის ის, რომ არ არის პროცესია კეთილი. მოდი აი ჯერ მითხარით რას გულისხმობთ ამ ბოროსაზლია კეთილმასში და მე პირობითად კათარზის გავლილი, უკვე რეაბილიტირებული ადამიანი, ფინალში გასული ადამიანი და დასრულებული გზა, როცა მე გეტყვი რომ აქ გადარჩები, რომ ეს გზა აქამდე მოვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ან ძალიან კეთილი
შემთხვევა რა კეთილი დასასრულია და არ არის ხოლმე სამწუხაროდ ასე ყოველთვის და ანუ ჩვენ ხომ რაღაცნაირი მოვალეები არა ვართ რომ ისვევჩვენოთ რაც არ იქნება ლამაზ ზღაპარს ყვავყვებით სადაც პირობითად სხვა ჭამიაში წასვლას კი არა გვირი მიხვდება რომ ხალხის არ უნდა ეშინოდეს და რაღაც ან ცოტა ზედმეტი ფსიქოლოგიზმი ხო არ არის ეს ყველაფერი რაც ასე მგონია თანამედროვეობა მოიტანა რა და აი დასავლურმა რაღაცა ფსიქოლოგიზმებმა რომ ყველაფერი გავაცნობიეროთ გადავამუშაოთ ანუ სიცოცხლე მიდის გადამუშავებლადაც და აქვს თავის ფორმები რა და ზოგჯერ ის თუ არა ძალიან შემაძუწუნებელი საზიზღარი და აუსრულებელი შუაში გაჩხერილია და აქ წდება ანუ თავდება კიდეც ზოგჯერ ეს სიცოცხლე და ანუ არის კი საჭირო რომ ყველა ჯერზე აი მუზეუმ ფორმულებს როცა მეყოლოთ 22 თუ 5 თუ ნებისმიერს რო გავყვეთ აი შედეგი ყოველთვის მაგნებს რა ანუ უნდა მივიდეთ კი რაღაც წერტილამდე სადაც მივხვდეთ ჩავთვით აი ამოვისუნთ ხალ ანუ პრინციპში ეს მაგალითად სადაც ამ ხალხმა გაისროლა თუ არ გაისროლა ხო იმას გვაჩვენებს სწორედ რომ ანუ შენ გადაწყვიტე შენ თუ ამას პატიებას ითხოვდა და შენ ეხლა თქვენ ეხლა ფიქრობთ რომ რატო არ აპატიეს ეს იყო მთავარი რეფლექსია რაც თქვენ გქონდათ ანუ თქვენში მთავარი გამოუწვევია რამდენად უაზრობა იყო და არა ეს ძალიან პირობით არ ვიცი რა ფილმია მაგრამ ის რომ კითხვა დასვით ამდენი ხანია გაფიქრებთ და თქვენი ცალკე პასუხი გაქვთ ეგ არ იყო მაგის დანიშნულება შეიძლება ვერ გეტყვით ვერ დაგეთახვევით მაგაში რომ ყველა ფილმის მიზანი ეგ არის რომ რაღაცა კითხვა დაისვას. იმიტომ რომ შეიძლება აკეთებდეს ავტორი, რომელსაც რა თემაზე საუბრობს, რაღაცა გადაწყვეტა ისეთი აქვს, რომელიც მუშაობს, გამოცდილებით მუშაობს. თავის გამოცდილებას გიზიარებთ უბრალოდ რა. ანუ მან ჩათვალა აი ის რაღაცა რაღა მიგნება იქნება თუ არ ვიცი რაც გინდათ დაარქვით, რაღაცა გზა რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, შეიძლება მსუბუქი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რომ ეს შესაძლებელია დღეს გაზიარებადი იყოს, უფლება აქვს თვითონ, რაგი, საკუთარ თავთან და არანაირი გარეგნული იმებით, მორალური უფლება აქვს, რომ ეს გააზიაროს, იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაცა დადებითი მოიტანოს. ამას გულისხმობ. და ნუ მეორე ეგ მაინტერესებს და ანუ მინდა რომ კითხოს, თქვენ როგორც ადამიანი, რომელსაც დაწერთ, უკვე გადაიღეთ და ამასაც ხართ რა ჩვენთვის თანაზიარით როგორც ანუ თქვენ უკვე იქართ და შეიძლება მივინდო რომ იყო გადადებული და უკვე დაწერილი ხო ამ ხრივაც ხო იგივეს აკეთებთ რომ ეხა გვიზიარებთ ანუ ეს რაღაც თვითონ გულისხმობს იმას რომ დეტალები რო ვიცოდე ნუ ნახდათ უნდა მქონდეს ამბავი გავლილი ხო მაგრამ რამდენი ტექსტია დაწერილი ისე რომ მორ აქ ადამიანის გავლილი ხო აბა რა არის წარმოსახვა მაშინ და ну პრინციპში ეს არის კითხვა რა მე ხშირად არის ხოლმე რომ ხელოვანი ვარდება რომ რაღაცები გასინჯოს რაღაცა სხვა მდგომარეობაში გადავიდეს ბლა 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 რომ რაღაც სხვაველი გახსნას რაც პირადად არ გაუვლია ამ ერთ ცხოვრებაში ანუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ხوار დავწერთ მართლა რაც აი ერთმა გოგომ გაიარა 25 წელიწადში შეიძლება მილიონი რამე გაიარა და მილიონი ხედვის წერტილიდან გახედა მაგრამ და სხვა რამე რაც მიერ გამო სხვა სქესი სხვა ცხოვრების სტილი და სხვა ფორმები კაი, გეტყვით მაგას, კაი კითხვაა ძალიან. განსტილს აქვს, ერთი არის განსტილი, ანუ ეგ არის რა, ხო? რა მოხდა შენ ცხოვრებაში თქო. და მეორე არის რომ როგორ. იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცა განვიცადე, რაღაცა გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეგრე რომ მოყვე, არ იყოს ეს ეფექტური. შეიძლება იგავის ფორმა მოუფიქრო, შეიძლება სადღაც სხვა მარსზე გადავიტანო ეს ყველაფერი. მანდ უკვე ფორმაში არის, აი რომელიც ზუსტად დრამატურგის გარეთ, რომელიც არის რაღაცა სქემა, რომელიც არის ჩვენი ჩონჩხი სინამდვილეში და გარეგნულად მე ხორცს შესხმა არის დრამატურგის და უკვე ავტორის დანიშნულება და რაც უფრო ოსტატურად ფარავ ძვალს, მით უფრო მაგარი დრამატურგი ხარ, ეგრე გამოდის, მაგრამ შინაგანი რაღაცა სისტემა არის პრაქტიკულად იდენტური არის, აი ხო გეუბნებით რა არისტოტელე იყო 2500 წლის წინ და რაღაც გუშინ იყო ეს ჯონ თრუპი. ანუ ჩემი გამოცდილების ერთ-ერთი გადმოტანა არ არის მიზანი. მაგრამ იმ თემაზე, რაღაცაზე, რაზეც საუბრობ და მსჯელობ, გააჩნია მე ამაზე რას ვლაპარაკობ საერთოდ, ანუ აი რას ვამბობ. თუნდაც იმით რომ ღია ფინალს ტოვებ, რაც აი ბატონმა მოიყვანა ხო წეგან. ეგეც რაღაცა განაცხადი არის. ნამდვილად. რეალურად მე მგონია რომ ყველა ავტორი და ჩემი აზრით ფინალით რაღაცა თავის დამოკიდებულებას სამყაროზე ასე ხსნის იმ დონეზე არის ეხლა, ესე უყურებს. ხო?
სიძრფელი არის ყველაზე დიდი ინდიკატორი ჩემთვისაც და საერთოდაც, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა მე აქედან რაღაცას ვხედავ, შემიძლია რომ ავხსნა, რასაც ვხედავ და მე მართალი ვარ ჩემ თავთან და არ ვიტყუებ. მაგრამ მე რო ფეხზე დავდგე და ამაზე დავდგე კიდე ზემოთ, მე სხვა რაღაცას დავინახავ და იქაც მართალი ვიქნები. მაგრამ აქედანაც ხო მართალი ვარ. რომ აქედან მაგალითად თქვენ თლიანად ვერ გხედავთ, ან გხედავთ მხოლოდ ეს. ხო? ამიტომ სიძრფელი არის ძალიან ისეთი დიდი ინდიკატორი რა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ რაც ადამიანს აი ცოტა როგორ თქვა დიდი ცდუნება არის ეგ რა, რომ აი რაღაცა ვიცი, ესეა. აი ეს არის ცოტა სახიფათო, ასე ვთქვათ რა. რომ მაგალითად თუ შენ ამბობ აი ხა ძალიან ესე ვთქვათ უტრირებულად რო ვთქვათ რომ ადამიანი არის აი ის ზაზუნა რომელიც აი ამაში ტრიალებს ოღონ ამას ისე ამბობ შეიძლება სიტყვით სცენით არა მაგრამ დამოკიდებულებით ისე ამბობ რომ მთელი ცხოვრება ეს არის და ვერ გამოხვალ აქედან აი ქვეტექსტი მისდევს რა შენი სულის ენერგეტიკა მისდევს ამ ნაწერს რომელიც ძალიან ჩანს აი ჩათვალეთ რომ ნაწერი და გამოსახულება არის ავტორის რენტგენი ყველა არაფერი არ იმალება ადამიანს ნუ სხვას ვერ მოატყუებ რა შეიძლება თავს იტყუებ მაგრამ სხვას ვერ მოატყუებ და შენ თუ უმტკიცებ რომ აი მეგობა რომ შენ ამაში ხარ და ვინც ამაშია იმას შენ რომ წარმოგიდგენია გული რომ გაუტეხო რომ всё ეს არის რა მთელი ჩემი ცხოვრება და ხვდებით ანუ აი მე ამ ესეთ გაკერპებულ პირიქით რა დრამატურგია შეუძლია რომ ეგ გაკერპებული შეხედულებები ცოტა მოარყიოს რა რომ ეხა სადაც ხარ და აი ამაში რო ხარ აქედან გამოსავალი არსებობს და თუ შენ ავტორს აქედან გამოსulis გამოცდილება გაქვს შენთვის უფრო მარტივი არის ილაპარაკო ისეთ ადამიანზე რომელიც აი მაგ ცირკულაციაში მოქცეული როგორ გამოვიდა იმიტომ რომ შენ ხარ გამოსული მაქედან თუ არ ხარ გამოსული მაქედან და შენც მანდ ხარ მაშინ შენ შეგიძლია მაგის ტანჯვა აღწერო აი როგორია აი ამ ერთფეროვნებაში მაგრამ შენ თუ მანდ ხარ და ამბობ რომ აქედან გამოსავალი არ არსებობს მაშინ იტყუები უკვე იმიტომ რომ შენ არ გამოგიცდია ჯერჯერობით არ მოგცემია შეიძლება საშუალება რომ იქიდან გამოსულიყავი ხვდებით ალბათ რას მეუბნებით ხო რაღაცაზე რაც ჩემი გამოსtildeებით არ ვიცი რომ ესე მუშაობს თუნდაც ერთ ადამიანზე ჩემზე და ამაზე ბეჭდის დარტყმა რომ ესეა და ხშირად არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულებები ეგ არის ტყუილი რა და სახიფათო იმიტომ რომ გაჭირებულ კაცს რო უთხრა რომ შენ ეგრე მოკვდები რაც რო თარგმნოთ უტრირებულად იგივე არის რომ მაყურებელს რო უთხრა რომ შენ თუ ამაში ხარ დღეს ნახე როგორ დეტალებში ვიცი აი იქ რო წვალობ და იქ რო ზედარ გიყურებ და იქ და ეს ერთი და იგივე და ბოლოს შენი გმირი იქამდე მიდის რომ всё მე აქ ვარ რაღაცა გავიჭედე რაღაცა არაცნობიერად შეიძლება რაღაც მესიჯებს უგზავნი რა რომ შენც აქ ხარ და რა სიზავ ხო რა ნუ რაღაცა აი ფრანც კაფკა იმის იოზეფ კას პროცესში ვართ ყველა საიდანაც გამოსავალი არ არის რა და ეგრე დავიბადეთ და გაგვასამართლეს ეგრევე სიკვდილის всё მორჩა ეგ არის აი მაგ ბეჭდის დარტყმა არის ძალიან სახიფათო ჩემი აზრით ამაზე არის საუბარი თორე მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში პრინციპში კაფკას რო მიმართოთ რა ნუ რა ძალიან კარგი მაგალითი და ნუ მეც ახლა პროსტო მაგალითებს ვიხსენებ კინო და ანუ ამ შემთხვევაში ფორმას გვაჩვენებს და ნუ ეს ნობერების მდგომარეობას ნუ ვეჭედს გვასვამს ანუ რაღაცნაირად ან ჩემთვის მაგალითად ნუ შეიძლება ან ჩემთვის ეს ინდივიდუალურია ასეთი მძიმე ტექსტის ან დავშეხებდოს პარაზიტი გამახსენდა ანუ თუნდაც ფილმის ნახვაც ჩემთვის ეგეც შვება რომ ვიღაცა მიცის ხვდებით ხო რომ ამ ჩემთვის ეგეც თანამგრძნობია ვიღაცა მიცის რომ არსებობს ცხოვრების ასეთი ფორმები ხო ხვდებით ანუ რაღაც მხრივ ესეც კი კათარზისულია რომ შენ მარტო არ ახარ თუნდაც ასეთი ფორმის ტანჯვებში და ის რომ ეს არ ვერ გამოვა და ნუ სიკვდილია პირობითად შეიძლება არც უგულისხმოთ და სიკვდილი და ნუ როდესღაც სადღაც რაღაც შეიცვალოს თუ სხვა ნუ აი ამას ძალიან და ფიზიკა არ გვინავწევს ვინ აღიქვამს ამას ბეჭდად და ვინ აღიქვამს ამას რომ მეც დავუშვით გამივლია შეიძლება ფინალში ვერ გავედი ვერ რეაბილიტირდი მაგრამ ესეც ხომ თანამგრძნობია კი ცხადია
კი, ხვდები. მაგალითად ეს პროცესი ხა ტყუილ არ მიხსენებია რა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი იყო ჩემთვის, რომელიც ავიკითხე 19 წლის ამ. და საეტაპო წიგნი იყო ჩემთვის რა, რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცა კითხვები რაც აი ესე არაცნობიერად თუ თითქოს ვეძებდი აი იმებზე პასუხებს მანდი იყო რა. მაგრამ ალბათ ჩემი უფრო რაღაც ნაიური აღქმით, რომ რაღაცა პირველი ესეთი მორალი, ასე ვთქვათ, იგავარაკებს რომ ბოლოს მორალი აქვს, ეგეთი იყო, რომ აი დაიბადე თუ არა, შენ იმისთვის ხარ განწირული, რომ აი ეს გზა გაიარო და მოკვდე. გაგასამართლონ ისე თითქოს რაღაცა დიდი გაქვს დაშვებული, მაგრამ ნუ მე დროთა განმავლობაში სხვადასხვა სიღრმეებს იძენს ხო შენც რომ ასე ვთქვათ იზდები რაღაცა გამოცდილება რო გეძლება. ეგ პირველი ეტაპი ეგ არის, ანუ მთელი ამბავი ეგ არის რა, რომ მარტო არ ხარ შენ. მარტო არ ხარ და მაგას ძალიან დიდი ძალა აქვს რომ მარტო არ ხარ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რომელიც რაღაცა მაგ თავის აი ნაჭუჭში პრობლემაში არის, ყველას ეგ განცდა აქვს, რომ ესეთი რაღაცა სხვა ესეთი ფიქრი სხვას არ მოსდის, ესეთი რაღაცა შეხედულებები, ესეთი ისინი. ეს პროცესი რაღაც დონეზე ყველა გადის. კი, ცხადია. მე მაქვს ერთი ბანალური კითხვა. გისმენ. აი ამ ყველაფერში სადგას ნიჭი და საერთოდ რა არის ნიჭი? ნიჭი მგონია რომ ყველა ადამიანი რაღაც გარკვეულწილად ნიჭიერი არის, მხოლოდ დრამატურგიის პრინციპების სწავლას ერთი ის პლუსი აქვს, რომ ყველა შეუძლია რომ დაწეროს. ყველას. ანუ აი კიდე რაღაცა ვთქვათ რომანის და მხატვრული ტექსტის წერა სხვა აქ არის რემარკები იწერება, როგორც აი არ ვიცი. აი აქ ფასკუნში სხედან რაღაც 15 ადამიანი და საუბრობენ ამაზე. აი ეს უკვე საკმარისია და მე დიალოგები რა. მან თავარი არის მოქმედება და სტრუქტურა და როგორ ვითარდება ეს ამბავი. მხატვრულ წერას კიდე რაღაცა სხვა მართლა ისეთი სპეციფიური ნიჭი ჭირდება. სცენარს აი მანდ უკვე რას გულისხმობ რომ რაღაცა სტანდარტული სცენარის რომელიც შეიხედება და შუაგზაში არ მიგატოვებს ადამიანი მაყურებელი ეგეთი სწავლა შეიძლება მე დანარჩენი უკვე შენ მონდომებაზე და ნიჭზე ნიჭის რა ნუ ეგეთი გემოვნება არის და ეგეთ ყალიბდება რა ამ მოგწონს რას უყურებ არ ვიცი ისან გაქვს ურთიერთობა და ასე შემდეგ სცენარის სტრუქტურა მხატვრული მისგან ძალიან განსხვავდება მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურა სხვათა შორის აი რაღაცა მეც ვცადე რომ წიგნი დამეწერა და გავყევი სცენარის სტრუქტურას და დიდად ჩემთვის არ განსხვავდებოდა რა იმიტომ რომ რაღაცა გზას თითქოს იგივე გზას გადის რასაც გმირი ნუ ზუსტად არ ვიცი ახლა ეგ იმიტომ რომ თქვა ეგ გურამმა როგორც იცის ეგრე არ ვიცი მე გმირის მოგზაურობა რა მაგრამ ეს სცენარში აი ამ სტრუქტურაში მთავარი ამბავი არის რომ ეს სისუსტეს მიაგნოს ჩვენმა გმირმა უბრალოდ აი რაღაცა ტრამვას რომელიც ხო თავის თავს რაღაც ახალ სამყაროში გადაიყვანს რომელიც შეიძლება გარეგნულად არ იცვლებოდეს მაგრამ ისი აღქმა ხდება ეს არის კლასიკური დრამატურგია თქვენი სახელი თაკო ეს არის კლასიკური დრამატურგია ბევრი სიუჟეტი არსებობს მაგაზეც ჩვენ გვექნება ალბათ საუბრები მაგალითად ახლა გასპარინოვის ფილმები არის ანტისიუჟეტზე აგებული რა, რომელსაც თავისი პრინციპები აქვს, მაგრამ ეს მთელი ამბავი არის ის, რომ თუ კლასიკური დრამატურგიის აგება იცი, მე ძალიან მარტივია ამის დანგრევა, მოდელირება, მოდიფიცირება და ასე შემდეგ. თუ არ იცი ეს შეიძლება გამოგივიდეს, რომ ცარიელ იმას გამოვღებულ კარს რაღაც ციხლებს უტყავ. ამიტომ სავარჯიშოთ და მე ცოტა ისეთი კუთხითაც მინდა რომ წავიყვანო, რომ მე მზად ვარ რომ ჩემი გამოცდილება რომელიც შეიძლება ისეთი იყოს რა მძიმე მოსასმენად თუ ისე რაღაცნაირად შემიძლია რომ რაღაც გავაზიაროთ შეიძლება თერაპიულის აღმოჩნდეს თვითონ აი ეს პროცესი ავტორის რომ რაღაც ისეთ თემებზე ვისაუბროთ და ისეთ თემებზე ვწეროთ თქვათ რომელიც ნაცნობია იმიტომ რომ აქ ვარჯიშობთ ხო რეალურად აქ რაღაც შედევრების საწერად არ მოვდივართ და ყველაზე მარტივი სტრუქტურის ათვისებისთვის ყველაზე მარტივი იქნება ისეთ თემებზე საუბარი რომელიც რაღაცნაირად ვიცით ან გამოცდილებით ან რაღაცა ჩვენს გარშემო სხვა სქესი და რაღაცა სხვა ცხოვრების სტილი და ისინი ძალიან მარტივი არის
იმიტომ რომ გარშემო ჩვენ ყველას ადამიანები გვახვევიან, რომელთა გამოცდილებამაც ჩვენზე რაღაცნაირად იმოქმედა, თუნდაც მოყოლით, რომ რაღაცა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხა ჩემ ფილმებშიც ყველაფერი მე არ გამომიცდია რა, ვიღაცა ნათესავის, მეგობრის, მამაჩემის, ბიძაჩემის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი აი მე დრამატურგიის მთელი ამბავი არის, რომ ფაზლი ააგო, აი რა გჭირდება, რა არ გჭირდება, რა შემოიყვანო, რომ ის ხერხემალი და საერთოდ რატომაც ყვები ამ ამბავს, ეგ სწორად მიიტანო ამ მაყურებელთან რა. აი თქვენ როცა მუშაობთ ნუ ტექსტზე, კინოზე, აი ნათლად ხედავთ რა არის სათქმელი, ანუ აი ის რაც ის ნიდი, თქვენთვის ნათელია? კი, თავიდან რო ვიწყებ ხოლმე კი. თავიდანვე იცი. კი. მაგრამ ვიცი ავტორები, რომლებიც მე მიყვებიან ამ გმირს რა. აი გააჩნია რაზე საუბრობ. გააჩნია რაზე საუბრობ. ფორმულასავით გესმით, რომ აი ხარ ეს უბრალოდ ეს ძალიან კარგი რესპონსს რეგეთმე და მაგიტო. და თან კიდე წევან გამახსენდა რომ ქრისტიანობას რო უკავშირებთ, აი ქრისტიანობაში ხო სწორედ ესია, რომ ნუ ასე ვთქვათ ქრისტე გამხნევს, რომ შენ რომ განსასწელში ხარ ეს დასასრული არ არის, ლოგიკურია რომ შენ განსასწელში ხარ და რომ თვითონაც გაიარა განსასწელები და რომ ამის იქით არსებობს კიდევ სხვა გზა, ასე ვთქვათ, სამსახურში. ანუ შეიძლება შუაში გაჩხერილობა და ამის ჩვენება, ანუ ამას რატო გადავეკიდე, რომ თუნდაც ანტისიუჟეტიც ძალიან თუნდაც რომ შეგაზიზღოს კინო რაღაცა ცხოვრების ასეთი ფორმა, ჯერ ძალიან კეთილია, ხო? ანუ ის რაღაც გაჭირდა რაღაცაში შენთვის ძალიან თერაპიულად მოქმედებს. კი, როგორ არა. აი ეს მე არ მინდა და ეს დაგანახავს, რომ დაშოთ გასპარნოს შემთხვევაში, მაგრამ ეს ნამდვილად არ გინდა. და უნდა იბრძოლო, რომ ეს არ მიიღო პირობითად. ხო, ანუ ეს მინდა და მეკითხა, რომ ფორმულასავით გესმით, რომ რაღაცა ესე ხედავთ? არა. თუ სწორად გავიგე, გეტყვით. მაგრამ თავიდან თუ იცის ავტორმა, რომ აი მაგალითად თუ ეგეთი მიდგომა არის, რომ გმირის ანკეტას ავსებ ჩვეულებრივად რა. კიდე ჩვენ გმირის ტიპებზე არ გვისაუბრია, არსებობს 4 გამოკვეთილი გმირის ტიპი. ერთი ჩამოთვლი მარტივი არის. ერთი არის მაგალითად ჩვენებური ქვია. არაფრით განსხვავებული ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რაღაც შეიძლება რუტინულ ცხოვრებას ეწევა. მეორე არის ქართული შესატყვისი არ ვიცი ჯერ, ანდერდოგი ქვია, რომელიც არის, ნუ აი წნეხის ქვეშ, ხო, რომ ძაღლს ქვემოშ. როგორ? დაუფასებელსაც ეძახიან. მე მგონი ანდერდოგი რაღაც სხვა, აი ძაღლი როზე რაღაცა წნეხის ქვეშ რო არის რა, არ ვიცი, აი, ხო, აი კაფკას პროცესში ის არის ანდერდოგი რა, იოზეფ კა. ხო. ეს პროტაგონისტზე ამბობთ? მთავარი გმირი, ხო. მეოთხე არის გმირი, რომელიც რაღაცა ისეთ გმირულ აქციელს ჩადის. ხო, აი მაგალითად ქუჩის დღეებში ბოლოს რასაც აკეთებს ჩეკი. ბოლო არის წყალწაღებული. მეოთხე არის წყალწაღებული. ხო, რომელიც ჩეკი თავიდან არის. ეგეთი და ხდება გმირი. ხო, ხდება გმირი. ხდება, კი, ხდება. და აი ეს 4 შეიძლება სიუჟეტის განმავლობაში ძალიან გადადიოდეს ერთმანეთში. და რაც შეეხება თვითონ ამ ეს ნიდი გესმის თუ არ გესმის, უბრალოდ მარტივი არის მე გაუნუსაზღრო A პუნქტი და სად მიკავს შენი გმირი, იმიტომ რომ აი მიცდია ისეც რომ არ იცი ჯერ რა რაღაც. შეიძლება მე არ გულისხმობ რომ ზუსტად სცენა იცი და იმიტომ რომ ჩანაფიქრი შეიძლება ინსპირაცია შეიძლება ბევრი რამისგან მიიღო. შეიძლება რაღაცა უცებ ადრს შეესწრო, შეიძლება გმირი შეგხვდეს ისეთი რომ აი მოგინდეს რომ აი ამაზე რაღაცა ააგო. შეიძლება რაღაცა მუსიკამ მოგცეს ინსპირაცია, შეიძლება სიზმარი დაგესნის დროს რომელმაც ინსპირაცია მოგცეს. რამოს შეეძახი რა. თქო რომ მე ფილმს ესე ვიღებ. მე თუ მუსიკა შევიგზენიო, ჯერ მუსიკა უნდა მოვიდეს უჩენ რა. ანუ ეს არის ერთ ფილმზე თქვა ეგ, ვაფშე ეგეთი ტიპი რა. აი ეს მუსიკა რომ იქნება ჩემში რომ მე ვხედავ და ეს კონკრეტული ფილმის მე იკეთებ რა. უსამას გაინტერესებს. და დამოკიდებულება არის ყველაზე მთავარი. აი გასპარ ნოე რო აკეთებს რომ ეს რაღაცა საზიზღარ გარემოს რო გიხატავს და შენ თუ გაზიზღებს ეგ იმიტომ რომ ეგ მაგ დამოკიდებულებით აკეთებს რომ ეს საზიზღარია რა. აი რამდენი ფილმი გახსენდებათ რომ ძალიან ისეთი არასწორი გარემო არის რომელიც თითქოს საზიზღარია, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირი გავლენა მოახდინა მაყურებელზე. მაგალითად ნათლია. მაგალითად ერთხელ ამერიკაში. ძალიან ბევრი ხო? რომ რაღაცა Scarface და ასე შემდეგ. რატო? როგორ?
განგსტერული ხო და სადღაცას წავიკით ეგ კიდე ის არის რაღაცა კეთილშობილი არა აი რაღაცა ხო კარლიტოს რაღაცა რომელიც თითქოს ავტორი გეუბნება რომ ეს ცუდი გარემოა ესე არ შეიძლება ცხოვრება მაგრამ გამოდის და აბსოლუტურად სხვა შედეგი იდება ბოლოს რატო? იმიტომ რომ დამოკიდებულება არის, რაც არ უნდა მითხრა, ესე ცუდი არ მოიქცეთ, შენ როგორი დამოკიდებულებით იღები, ძალიან მუშაობს ენერგეტიკულად რა. ხო, აი ეს ნათლია რომ გამოვიდა იტალიაში ამ მაფიოზებმა ერთმანეთს ცხენისთავების გაგზავნა დაუწყეს და ასე შემდეგ. რაღაც პროვოცირ, იმიტომ რომ აი ნოსტალგია, აი მე მევასება რა, ესე რომ ლაპარაკობს და ესე რომ ესვრის და ეს აი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება შენ დახატო ჯოჯოხეთი, მაგრამ ამ დროს იყოს ძალიან მაკურნებელი ეს ამბავი რა. შეიძლება დახატო რომ ყველაფერი აი 60-ში ვართ რაღაცა, მაგრამ ისეთი სიყალბისელფერი დააკრავდეს, რომ მართლა შეგაზიზღოს ის რაც თვითონაც არ გამოუცდია ავტორს და ავტორს კი არა მაყურებელს და დიდი ალბათობით არც ავტორს, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ამიტომ მაგ დამოკიდებულება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და თუ შენ გინდა ისეთი რაღაცის გაზიარება, რომელიც აი ეგრე შეგიძლია რომ აი როგორც აქსიომა ესე დადო, არ არის მაგას შეზღუდვა რა, ანუ რატო არა? გამოცდილებას გამახსენდა ეხლა რომ სადაც კითხულობდი რომ მარიო პიუსოს ხო არის ნაცკი და вообще არ არის შეხება რა ქონი вообще ნანახის აყოლია მეგონი სოცხალი გამოსტელია ხო არა სოცხალი მოსწია ხო აი მე მაგ ერთ შეკითხვა მე კონკრეტული რაღაცისგან მომოვედი ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი არის ძალიან ინტუიტიური ანუ ვიღებ რაღაცა ინსპირაციას რაღაცისგან და მოდის პირველი გამზადებული წინადადება და მე მიყვები უკვე არ ვიცი რას, მაგრამ ინტუიციით მივდივარ. და ეხლა რასაც ვწერ. ესე გავყევი კარგახანი. ნუ რა თქმა უნდა იქ ისეთ რაღაცაზე ვწერ, რაც განცდილი არ მაქვს და ვერც გამიცდიდი, იმიტომ რომ სხვა ეპოქა აბსოლუტურად და სხვა ცხოვრების ნირია და სტილი და შევისწავლე ის ეპოქა ისტორიული ფაქტები, გავყევი ამ გმირებს და შევედი ჩიხში. მე ვიცი ფინალი სად მივდივარ, ვიცი საიდან წავედი, მაგრამ შუაში არის აი რაღაცა ფარდასავი ჩამოყალიბებული. აი ამ შემთხვევაში რა ვქნა, რითი ვიხამწყალელო არ ვიცი. მაგისტვის არის სტრუქტურა ზუსტად. რომელიც ძენი რომ ეს ჯონ რუბის ციგნი Amazon-დან გამოვიწერე კიდეც და ჩაუჭერე და რაღაცა ძალიან ნელა მივიწევ წინ, იმიტომ რომ ძალიან ჩაშლილია და ძალიან ისე ფილოზოფიური. ხო, არა, აი 22 ნაბიჯი წარმოგიდგენიათ, რომ იქ ისეთი რაღაცები უწერე, რომ რეალურად ყოველ 7 წუთში ერთხელ ის ერთი პუნქტი უნდა გაითვალისწინო, რომელიც ცოტა მეტი მგონია რა, ეგ არის მართლა ისეთი ფილმებისთვის, რომელიც, არ ვიცი რა, რაღაც ჰოლივუდის რაღაც ქარგაზე არის. მაგრამ იქიდან მართლა არის 7 ან 10 ისეთი, რომელიც აი მაგ ხერხემალისთვის გზამკვლევია უბრალოდ, რომ აი რაღაცა ეგეთი ფარდა არ დაეშვას, რაღაცაში სადღაც არ გაიჭედოს და რაც შეეხება კეთილსაზრდელია ბოროტსაზრდელია კეთილმა. იცი რა არის? აი გმირი, რომელიც აღმოაჩენს თავისი სუსტეს და იმას მოინა, მაგაში საერთოდ არის გულისხმება, რომ გინდა თუ არა კეთილად დამთავრდა რა. აი ზუსტად მორალური გადაწყვეტილება. ეს ახლა ჩვენ თქვით, რომ ის ხვარჭამის სახლი დათმო, თორე იქ სიცოცხლის დათმობაზეც მიდის ამბავი. ანუ რას ნიშნავს გარეგნულად ტრაგედია და რას ნიშნავს მისთვის შინაგანი თავისუფლება, ეგ დღეს სხვა საკითხია. ყველაფერი ეგრე დავარცხნილად და დაალაგებულად არ არის. ანუ ეგრე ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ხოლმე რა. უბრალოდ ყოველთვის როცა რაღაცას ვაკეთებ, ან თავიდანვე აი რომ ამ სფეროში მოვედი, სულ ფიქრობდი იმაზე, რომ აი დროის სული თუ გაგიგიათ ეგეთი ესა რა ნათქვამი, რომ აი რა დროის სული არის ეხლა რა, აი როგორი ამბები იმუშავებს. იმიტომ კი არა, რომ თქვათ მე ან ავტორმა რაღაცა სახელი მოიხვეჭოს, რომელი იმუშავებს იმისთვის, რომ დანიშნულება რა არის. გაჯანსაღება ადამიანის, ხო, ჩვენს გარშემო, რომ რაღაცნაირად მოხდეს ერთობა. ხო,
საბოლოო ჯამში ისე მაქამდე მიდივართ, მაგრამ გაჯანსაღ ხო, ნუ რაღაცა დანიშნულება აქვს, ხელოვნებას ხო, დანიშნულება აქვს, ხო? და აი რა იმუშავებს რა. სხვა დარგებს რო უყურებ. ყველგან მუშაობს ისეთი რგოლი, რომელსაც პირადი გამოცდილება აქვს. აი მაგალითად დამოკიდებულებებზე. ეხლა გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებსაც სათავეში უდგანან ყოფილი ალკოჰოლიკები, ყოფილი ნარკომანები, ყოფილი წამალზე დამოკიდებულები, კიდე 1000-ნაირი ლუდომანები ისინი, რომლებიც ძალიან კარგ შედეგს დებენ და აი ყველა სფეროში რაღაც ისეთი გარემოში მოგვიწია ჩვენ ცხოვრება და რომელიც ძალიან საინტერესო არის თავისთავად, რომ ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, ყველაფერი. ოღონდ სახელები არ ქვია რა, რაღაცა ეს მოყრილი არის და შენ თვითონ უნდა გადაარჩიო. ამიტომ აი რაღაცა და ცოტა გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე რა არის სასარგებლო და რა არის მავნებელი. და როცა აღმოვაჩენთ უკვე მე ცოტა გვიანია რა. იმიტომ რომ რაღაცა ძალისხმევას ითხოვს. და აი მგონია რომ აი რაღაცა დროის შეკუმშვა რო გადასცე რაღაცა ეს გამოცდილება რაღაცა ყველა სფეროში ეს გამოცდილი ხალხი თავის ტყავზე გადატანილი ნატანჯი და ნაწამები ადამიანები კარგ შედეგებს დებენ. მგონია რომ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრი არის რომ ამ სფეროშიც ეგეთი ხალხი მე პირადად მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს რომელსაც ჯერ არაფერი არ გაუკეთებია. ეხლა შეიძლება სადღაც ერთი სვამს და მეორე რაღაცას აკეთებს, მაგრამ ისეთ გამოცდილებას კრიფავენ, რომ ეგენი ძალიან დიდი სიმართლეებით მოვლენ ამ სფეროში რა და ეგ იმუშავებს. იმიტომ რომ სხვა, რა ვიცი, აი ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლა, ჩათვალე რა, თავისი ყველაფრით. მხოლოდ ვერ ჩაგანაცვლებს შენი გამოცდილებით რა. გამოცდილებით და ემოციით. ხო, გამოცდილება რაღაცა ემოციასთან ძალიან დიდ მასში. 15 შეხვედრა უნდა იყოს სულ 3 საათიანი კვირაში ერთხელ 4 შაბათობით. ყველა შეხვედრების შორის, ნუ სულ იქნება წერა ინტენსიური რა, იმიტომ რომ რაღაცა ჩვევაში გადავიდეს ეს წერა, იმიტომ რომ ანუ ყველა რაღაც თემას აიღებს და ხო, ალბათ თვითონ რა, აი რაზე შეიძლება რომ რა უნდა რომ აი დაწეროს რა. მაგაში აბსოლუტური თავისუფლება იქნება. უბრალოდ მე ჩავთვლი რომ რახანამ დრამატურგიას თავისი პრინციპები და ეს რაღაცა ეს სავალდებულო სწავლა არ არის რა, რომ აი გინდა თუ არა რაღაც უნივერსიტეტში უნდა ისწავლო დრამატურგია და გინდა არ გინდა უნდა ისწავლო, აქ შეიკრიბება ისეთი ხალხი, რომელიც იმაზე წამსვლელია, რომ კი გასაგებია, რომ აი ხელოვნება რაღაცა აი ამ შთაგონებასთან არის დაკავშირებული, რაღაც შეიძლება წყაროები იყოს აბსოლუტურად სხვადასხვანაირი, მაგრამ აქ რაღაცა გარკვეული პრინციპები, კანონები არ არსებობს აქ. პრინციპები იმის, რომ შენი სათქმელი გადაცე მაყურებელს. აქ ხომ მთელი ამბავი ეგ არის რა, მაშინ რატო აკეთებ? მაშინ შენთვის გააკეთე. ნუ გამოაქვეყნებ და ნუ დახარჯავ 9,000,000 სიტყვაზე. ძალიან ძვირი ფუფუნება არის ეს კინო რა და რა ვიცი, მაგ მხრივაც საპასუხისგებლო არის დღევანდელ ჩვენ ყოფაში, აი რაღაცა ისეთს რომ აზიარებ, რომელიც ამხელა რესურსს ითხოვს, აი რას იძახი ისეთ მნიშვნელობას, რომელსაც ვერ გააკეთებდი სტატუსად Facebook-ზე რა. აი მთელი ამბავი ეს არის რა და მე იმისთვის ვარ მოწადინებული და მოწოდებული, რომ ბევრ რამეს აქ მყოფი ხალხისგან პირიქით ვისწავლი, რაღაცნაირად აი თითქოს მინდა რომ გზები ვეძებოთ რა, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს რაღაცა ვთქვათ, თუნდაც ამ თანასწორ ხარდამჭერის თუ ნარკოტიკის თუ რელიგიის თუ ფსიქიატრიულის გამოცდილება, ისე ყველას თავისი გამოცდილება აქვს რა და აი იქნებ რაღაცა იქამდე მივიდეთ, რომ რაც იმუშავებს დღეს. იმიტომ რომ 50 წლის წინ შეიძლება სულ სხვა რაღაც მუშაობდა. შეიძლება 10 წლის წინ მუშაობდა ეგ ზუსტად აი რაღაცა ღია ფინალი. იქნებ დღეს აღარ მუშაობს. იქნებ. რა ვიცი, საინტერესო არ არის? იქნებ არ მუშაობს რა. იქნებ ისედაც ღია ფინალში ვართ რა, იმხელა ინფორმაციის. ხო, იმხელა ინფორმაციის ნაკადია. აი ძალიან დასაფიქრებელი იქნება მართლა მაგისტრო მოვიდა და აღარ არის ღია ფინალი. ძალიან საინტერესო და აკრას
რომ პასუხები. მან კიდე ერთ პრობლემას ხედავ, რომელიც ხელოვნების ყველა დარგში ამოვიდა ზედაპირზე, რომ იმდენად ამოწურეს ფორმები, რომ ორიგინალობის ძებნაში და აი რაღაცა ეფექტების მოხდენაში ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს კარგავენ და საერთოდ აღარ ამახვილებენ ყურადღებას. ოღონდ რაღაცა ეფექტი მოახდინონ. ხო და აი ეს მარტო კინოში არ ხდება. ყველაფერში. თეატრობაშიც ხდება და რა ვიცი, თეატრშიც ხდება და ამ ორიგინალობის ძებნაში გადავედით საზღვრებს ყველანაირად. ხო და მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ცოტა მაგის ცოდნაც მაქვს და რაღაც გამოცდილებაც, რომ საქართველოში არის იმხელა მადანი მოცემულობით და თვითონ ადამიანებით, რომ აი ეგ რაღაცა სტაგნაცია, რომელშიც დღევანდელი აი ეს გამომსახველობითი ხელოვნება არის, გავარღვიოთ რა. ნამდვილად. ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩვენ, ანუ კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობას გულისხმობ რა. და ისეთი ისტორიები გვაქვს პირადი, აი მე დარწმუნებული ვარ ახლა ყოველ თქვენგანს ერთი ნახევარი საათი რომ გაგესაუბრო და ალბათ ერთი 5-7 კითხვა რომ დაგისვათ, მაქედან შევძლებ რომ მაგარი ფილმი ავაწყო. კი. ნამდვილად რა. თეორიული კი, თქვათ ფილმების და ტექსტების აი მხატვრული ესე სტრუქტურული ანალიზი უფრო. და აი შეხვედრიდან შეხვედრამდე იქ რაღაცა თქვათ ლიტერატურაც იქნება და უფრო აი ეს ძიება რა რაღაცა გზების რომ როგორ მიიტანო მაყურებლამდე აი დღეს რა 2025 წელს დღეს რო ქუჩაში ესეთი ამბები ხდება ჩვენთან დღეს რო აი ესეთი რაღაცა როგორ გითხრათ რა ყველა რო რაღაცა ჩვენში ვართ ძალიან რთული არის თანამოაზრეს პოვნა ხო და რატო აი იქნება რაღაცა ისეთი რაღაცები გადაგვეფარა რომ ის საერთო ენა რაზეც ყველა ჩვენ საუბრობთ ის იმდენად დაიფარა რაღაცა ზედმეტელობით რომ აი მაგისტვის დრო აღარ გრჩება და აი ამ ყველაფერზე სამსჯელოთ თან პრაქტიკულად რა იმუშავებს აი ამაზე რა იმუშავებს რა ხო რა ნუ აი მე მაგალითად აი 1-2 წელი არის რაღაცა იდეას ვამუშავებ რომელიც ძალიან მიჭირს რომ ადამიანი ვიპოვო ისეთი რომელსაც აი თანამოაზრე არის რა მაგრამ მესმის ეს რა ხო და აი იქნება აი აქ ვეძებოთ ისეთი გზები ჯერ ჩვენ დავიწყოთ ერთ ენაზე საუბარი იმიტომ რომ დრამატურგიას ახასიათებს ეგ რომ ერთ ენაზე ვიწყებ საუბარს და მე მოვიფიქროთ ეს ჩვენი გამოცდილება იქნება თუ დამოკიდებულება იქნება თუ ჩვენი წრფელი დამოკიდებულება როგორ გავავრცელოთ რა ფორმით გავავრცელოთ ფული არ გვაქვს როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გავრცელება როგორ რა ფორმებით არ ვიცი გურამა რომ მითხრა რომ აქ მეთქი აი დღეს ვის მომუნდა სცენარის წერა ფილმს ვერ ვიღებთ მეთქი რა 2022-ში გამოვიდა ბოლოს ჩემი ფილმი და ეხლა ხანს გადავიღე 2 რეკლამა მანამდე პოსტაში მუშაობ იმას რა ქვია ინსპექტორი ვარ იმასთან შლაგბაუმთან ვარ ტრაილერებს ვიღებ და აი ვის მომუნდა დღეს მაგრამ აი მგონია რომ ხო და ამიტომ მაგრამ აი მგონია რომ რაღაცა ძალიან დიდი ძალა აქვს ამ კინოს რა ძალიან ისეთი ელემენტარული პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია სწორი კინოთი აი რა არ ვიცი დაწყებული ძალიან ისეთი მაღალ ღირებულებითი ფასეულობებით და დამთავრებული სიგარეტის ნამწვევი რო არ დაიყაროს ქუჩაში აი მაგითი რა და წითელზე რო არ გადადიოდეს ხალხი და ეგეთი რაღაცა აი ძალიან მარტივად შეიძლება რა თავარი არის ალბათ რაღაცა აი ცოდნა ამ პრინციპების და ნება რა რაღაცა კეთილი რატო აკეთებ ამას რა რავი ტაშისთვის აკეთებ თუ დიდებისთვის თუ 300-მა კინომცოდნემ რო ტაში დაგიკრას და შენ დაარჩენ 7 მილიარდს რო უთხრა თქვენ გაუნათლებლებო თუ რა ანუ რა დამოკიდებ ხო რა რა არის შენი მიზანი რა რატო აკეთებ ამიტომ აი ეს თანასწორ მხარდამჭერი ჩემთვის ძალიან ტოლობის ნიშანი ესმევა დრამატურგთან რა დრამატურგთან და საერთოდ შემოქმედთან უფრო დამოკიდებულება იმიტომ რომ აი თვითონ ეტიმოლოგია მომწონს თანასწორი ხარ შენ იმისი ვისთვისაც აკეთებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ შეიძლება იმან ისეთი გაგიზიაროს აქეთ
რომელშიც შენ იყო ბენეფიციარი რა. და ამიტომ ყველა დიალოგი ეგ არ არის ნებისმიერ. ზუსტად. იცი რა მინდა კითხოთ ახლა რადგან თქვენ ახსენეთ რომ ეს პოსტალ და რაღაცა და მე პირადად ასევე ეგეთ რაღაცაში ვარ განჭრელი და ალბათ ჩემი მეგობარი და შეიძლება ყველა ყოფილი ხო ნუ ასეთ ქვეყანაში ასეთ რეალობაში და ასეთ მომენტში ვცხოვრობთ და მე უბრალოდ მაინტერესებს რომ რაღაც ბიოგრაფიები და ახლა თქვენ ბიოგრაფიას რა თქმა უნდა არ გეკითხებით რა კარნიეტები, მაგრამ ანუ არის რამე რუტინა, რასაც მიყვებით რა, ანუ მე ძალიან მიჭირს ხოლმე მაგის ასე ვთქვათ, რაღაცა მოწესრიგება, რომ აი ბევრ ავტორს აქვს და ბევრ ასე ვთქვათ მასწავლებელს, რომ აი რაღაც კონკრეტული დრო დღეში ამდენი საათი, ამდენი რაღაც უნდა დაიცვა იმისთვის, რომ თუნდაც ეს როგორც ხელობა გამოიმუშავა, ასე ვთქვათ, ხო ხდები რასაც ვამბობ რა და ესეთ რაღაცას მიყვებით, ანუ აი რას გულ წერის გულ ხო ანუ დღეში 5 საათი მაინც წერ, დღეში 1 საათი მაინც წერ. ან რაღაცას ველოდები წელიწადში ერთხელ რაღაცას ვიღაცა რომ მეიტყვის, ან ხო ხდებით ანუ ის ნუ ასე ვთქვათ როგორ უდგენ. კაი, მოდი გეტყვი. წეველი ხარ? აღარ, კაი. შენ მოდი შენობიც ვილაპარაკოთ. შენ კოლოფს რო იყიდი ამბობდი რომ აი 3 საათში ერთხელ მოვწევ ერთ ღერს და მე ჭამის მერე 3 ღერს მოვწევ და მე იქ 2 ღერს და ეგ ხო ქონდა. რატო? იმიტომ რომ ჩვევა იყო, ხო? აი მთელი ამბავია რომ ჩვევაში თუ გადაგივა წერა. მე იქ აღარ არის ის რომ 5 საათი. ეგ ყველაფერი იმისთვის არის რომ ჩვევა გამოიმუშავა. დანარჩენი მე თავის გთხოვს რაღაცნაირად შენ. იმიტომ რომ ამ წერით ძალიან დიდი თავისუფლება მოდის შინაგან. საშუალება ხდება მე. ანუ როგორც რაღაც მომენტში არ ამწევლობდნენ წევლად იქეცით, ხო? წევლად არ დაიბადეთ, ისე რაღაც მომენტში ჩვევაში გადაიყვანეთ თავისით. ხო? წერა. ოღონდ ეხლა ფოსტას ნუ მოაყოლე. მაგრამ ის არის ჩვეულებრივი რომ სახში არ იჯდე და რაღაც მაგრამ იქაც მე ჩემ თავს უპოვე რაღაცა საინტერესო ისედი რამაც გამაძლებინა 1 წელი. თქვათ მივხვდი რომ ფოტო მახსოვრობა არ მაქვს და ეგ გამოვასწორე, ფორს მაჟორში ვერ მუშაობ, ეგ გამოვასწორე, ყურადღება ჭირდება, აქ და ახლა ჭირდება და მე ის პრობლემა აქვს შეიძლება ქუჩას გავსწრე, იმიტომ რომ სცენარს ვწერ თან ორს და თან ქუჩაში მივდივარ. ჩემი წერასთან დაკავშირებით ყოველდღე წერს თუ დღეში 3 საათი და ფიქრობ რომ როცა რაღაც შეიძლება ინტენსიური არის. მაშინ არ გამოვიდა წერა რა. უნდა გავუდეს დრო რაღაცა განისვადო და რედაქტორი. ხო, მაგრამ თუ არ გამოგადგება რავი დახევ რა. არა, რა ყველაფერი ინტენსიური როგორ იქნება ეხლა რაღაცა იქ წიგნი ჩამოვარ და ეგ ის არ არის რა. შენზე შტაბიტოს არ მოხდეს. მე ვიზახი რაღაც ისე რასაც განიცდი რა. კი, ცხადია. ხო, უბრალოდ აი ჩვევა მაგას გულისხმობს. ეხლა მაგალითად 1-2 კვირა არაფერი არ დამი. აი გუშინდე ჩავიწერე რაღაცები, მაგრამ იყო პერიოდი რომ 1-3-4 წელი სულ ბლოკნოტი დავდიოდი და ქუჩაში ვიწერდი რაღაცებს, იმიტომ რომ ქუჩაში მაგარი რაღაცები ხდება. უცებ შეიძლება რაღაცა ისეთი კადრი გამოგიჩნდეს, რომელიც ძალიან საინტერესო იყოს რა. გეთხოვათ შორის გალაქტიონი დადიოდა სულ უბის სიგნალით და სულ იწერდა რაღაცებს, სულ. და თან წერა ისეთი არის რომ ავარჯიშებ ხელს რა, რაღაცა როგორ გითხრა, კუნთია ჩვეულებრივი რა. თან მე ხელით წერა მიყვარს, ანუ კალმით წერა. და რა ვიცი, არ გამოგადგება გადაყრი მე ან დაწვევა. აუ, ეს ნორმალურია, ღამე რო გაგვიძებენ პერსონაჟები და კი. ან ძინებია ერთი კი, ნორმალ. კარგი, მე რამე კითხვები თუ გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ? რა ის მერე ძალიან რა. სინი არქთერაპევტი ვარ, მუშაობ ნარკოლოგიაში, ანუ ჩვენ დავარსეთ პირველი ნარკოსარეგული ცენტრი საქართველოში რა. მე თანამშრომლობ საკმაოდ გამოსtildeები ხარ. ანტი არის რომ ახატინე ხო რაღაცა. ხო, არქთერაპიას გულისხმობთ? კი. ხო და ეს მიჩი ხატავდა რა, ძალიან კარგად ხატავდა და ამას რეალიზებას ვერ ვუკეთებ და ცოტა ისეთი სულ ენოვანი იყო რა. ხო და რა ბიჭი 45 წლის კაცი იყო. მითხრა ეგეთი რაღაცა რომ my president დავიატმინა რა. აი ეს უნფენდრიგოა, თავისიროა და ისე ვაქროა. რა დუმს გამოცხადება. უნავსოს ძალიან სერიოზულად უნავდა რა. ეხა ის რო გაგიგულიყო და რაღაცა ალბათ დაისვენებდა თავის ნაწარმოებისკენ. ძალიან მძიმე ნახატებია. ხო. მქონდა. ჩემ კაბინეტში ეს ყველაფერი გამოფენილია რა და სტუდენტებს მაგის მიხედვით რაღაცებს ვასწავლი და უხსნი რა ნიმუშები და ოდი კალისა და ტასის ურთიერთობები აქვს რაღაცა, ნუ დასწავლეთ ახლა ამას.
ხო, აი მან მთელი ამბავი არის ეგ, რომ შეიძლება ხო აი წეგანას ვახსენე, რომ შეიძლება რაღაც ჯოჯოხეთური სცენა ან დახატო, ან დაწერო, ან გადაიღო, შენ რა ჩანაფიქრი გაქვს ამით რა საკეთებ რა? შენ თუ აი რაღაც არ ვიცი, არ ამგონია ეხლა მაგ კაცს ვიღაცის დათრგუნვა უნდაო ეს მაგ რაღაცა ნახატით, ხო? იმას თვითონ, ხო? ხო, გამოიტანა, ხო? და აი, ნუ აი კინო უფრო ისეთი ექსპრესიული არ არის რა ფილმი, იმიტომ რომ დიდი პროცესია რა, რაღაც 2 წელი ალბათ აკეთებ. ხო, აი შენი დამოკიდებულება რა არის? შენ მართლა შეიძლება ეხლა რაღაცა დანტეს ინფერნოს საპირწონე რაღაცა ის გააკეთო, მაგრამ ეგ არ იყოს რაღაცების მტკიცების საშუალება და ფორმა, ხო? და შეიძლება ზუსტად გამწმენდად იმუშაოს მაყურებელზე რა. ბოლოს ერთ ნამდვილ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ძალიან კავშირში არის. აი ამ რაღაცა შინაგანი ძალის პოვნასთან, რომელიც აი კლასიკურ დრამატურგიაში მთავარი გმირი გადის. ჩემ მეგობარი არის ერთი, რომელიც არის რაღაც მუსიკოსი და ნარკოტიკი უყვარდა რა, მოკლედ ეს მოსაწევი და კლუბური ნარკოტიკი და რაღაცა ერთ ფერხულშიც ვართ მოხვედრილი თბილისის ხამის კლუბები რო გაიხსნა და მოკლედ რაღაცა ამის მთელი ცხოვრების ესე ლაიტმოტივი ეგ იყო რომ უკრავს თუ რაღაცას აკეთებს ეს მოსაწევი არის როგორც ჩვენთვის ჩაია, ყავა, სიგარეტი და ასე შემდეგ. ხო, თან დიდათ როგორ მოაზროვნე ტიპი იმ გაგებით არ არის რომ უფრო არის შეგრძნებებზე ორიენტირებული, იმიტომ აი რაღაც მოწევდა და მუსიკა ძალიან უსწორდებოდა და ასე შემდეგ. 1-2 წლის წინ და სადღაც ის იმაზე ინტერნეტით რო დებენ რაღაც ადგილას და რომ მიდიხარ, ესე მივიდა რაღაც ნივთიერებისთვის და დაიჭირეს. იქ დახვდნენ ვიღაცები და ნუ მოკლედ ყადაღები დაუდეს ბარათებზე, 5 წლიანს ედავებოდნენ რომ უნდა ჩაესვათ, მაგრამ ნუ საბოლოოდ მივიდნენ იქამდე რომ 3 წლიანი პირობით იმიცეს. რაღაცა 5000 ლარი გადაახტევინეს. მართვის მოწმობა ჩამოართვეს რაღაცა 2 წელი მე მგონი და ყოველ კვირა საზღვარგარეთ ვერ გავა და ყოველ კვირა უნდა მივიდეს იმ პრობაციაზე რომ თითის ანაბეჭი დაატოს. და ნუ ეგ არის ძალიან დიდი დისკომფორტი. და ეს ბიჭი მეუბნება რომ არასდროს არ ყოფილა არც რელიგიური, არც აი როგორ გითხრათ, უბრალოდ წრფელი ადამიანი არის, რომელიც აი შენ თუ რაღაცა ძალიან გისმეს მიმღებლობას აქვს და ყველაფერი. მაგრამ არის წრფელი რაღაცა ისეთი. და ეგეთ რაღაცას მეუბნება რომ მივხვდიო რომ აი ცხოვრების მწარე სილა არისო ესო რა შინაგან ხო გარეგნულად ეს კანონი ისეთი ბრუტალურია რომ ამაზე ბრაზი მაქვს მაგრამ შიგნით რაც ხდება ჩემში ის უფრო მნიშვნელოვანია რა ვიდრე ეს გარედან და აი ხვდები რომ ის სილა გააწნა ცხოვრება აი ეს რადიკალურად იმიტომ რომ ხო, ანუ ეგრევე მიხვდა რა, აი რაღაც და მაგას ადამიანი ხვდება, როცა აი ღიაობა აქვს, მიმღებლობა ამ იმას. და ეგეთ რაღაცას მეუბნება, რომ ზუსტად იყო აქციები იწყებოდა თითქოს აი სანამ რუსულ კანონს გაიწვევდნენ უკან და რაღაც ეგეთი ამბები რო იყო. და ის არის, რა ქვია, გადააგდო ეს ნარკოტიკი მოსაწევი და პატარა დაბადება მოხდა რა reborn ასე ვთქვათ და მეგონაო რომ ახალ სამყაროში გავიღვიძეო სხვანაირად აღვიქვავდიო ყველაფერსო და მნიშვნელოვან რაღაცას მეუბნება რომ ერთი თვის თავზე მიჩნდება განცდა შინაგანი რწმენა რომ გარეთ რაც არ მომწონს შემიძლია რომ შევცვალო და აი მეთქი მოდი ხა 1000 კაცი რო ეგეთი შევიკრიბოთ რომ შინაგანი განცდა გვაქვს იმის რომ გარეთ რაღაცის შეცვლა შეგვიძლია რამხელა ძალაა მეთქი რა ეგ მგონია ნამდვილი იმიტომ რომ ერთი არის რომ იცოდე როგორ ებრძოლო გარეგნულ არ აქვს მნიშვნელობა
სისტემას, რომელსაც ბოროტად იყენებენ თუ ბოროტძალას თუ რას და მეორე არის რომ ამ ბრძოლაში შეხვიდე. შინაგან ირწმენა, რომელიც და საიდან მოვიდა ერწმენა, ამან გაწია ისეთი რაღაცა, რომელიც თელ თავის ცხოვრება უშლიდა. იმას კიდე რატო იღებდა მაგას თავის მიზეზები აქვს ალბათ რომ ჩახვიდა. მაგრამ აი შინაგან შიგნიდან გაჩენილი რწმენა რომ შემიძლია გარეთ შევცვალო რაღაცეები და რის ფონზე მოვიდა ეს ყველაფერი ამან თქვა ყველაზე დიდ ცნებაზე უარი რა რომელიც სინამდვილეში ყველაზე მაგრა ევასება ჟარგონზე რო ვთქვათ მაგრამ ყველაზე დიდი მავნებელი არის ამისთვის აი ამის მერე შემოვიდა სიცხადე და ძალა და აი მაგ ძალის განცდა იძლევა მე მგონი მე გარეთაც რაღაცა ენერგეტიკას უშვებს რომ მართლა ძალა გაქვს რა აი ამ კლასიკური დრამატურგიის მთავარი გმირი მაგ ძალას გადის რა იმიტომ რომ ის მოშუშებული ტრამვა ნიშნავს აი კუნთების დაბერვას. იმიტომ რომ აქამდე თუ ფორთხით მოდიოდა ის რო წამოდგა იმაზე ძლიერია ვინც არასდროსაც აქცეულა რა. იმას წამოყენებას შეუძლია, სწორი რჩევის მიცემაც შეუძლია და უკვე ის ტანჯვა აქვს გავლილი. კლასიკური ეს არის. დანარჩენი მეტასიუჟეტი, ანტისიუჟეტი და რაღაცები ამებზეც გვექნება საუბარი და მაგრამ დამოკიდებულება მთავარია რა. აი ეგეთი წრფელი დამოკიდებულება რას ემსახურება ეს ყველაფერი რა? რატო გადავწყვიტეთ რომ ფილმი თუ დრამატურგია თუ რა სცენარი დავწეროთ? რა გვინდა? ანუ აი ამით რა გვინდა? გავაკეთოთ.